2023 წლის პირველი ქართული კოშმარი, მოტყუებული სახელმწიფო და თაღლითობის დიდი სქემა. მოგესალმებით. თარსმონებული ვარ ყველას გსმენიათ манипуляციის შესახებ. დღეს კი ის ტექნიკა უმაღლეს დონეზეა განვითარებული, რომელსაც შეუძლია უზარმაზარ მასებზე მოახდინოს გავლენა და თვითკვლელობამდეც კი მიიყვანოს ადამიანი. ფიქრობ ამ გადაცემით მცირე ინფორმაციას მაინც შეიტყობ თუ როგორ მოქმედებს манипуляცია და რა სახიფათო გავლენა შეუძლია მოახდინოს სტარი ინფორმაციის გავრცელებამ ან მისმა დაჯერებამ თითოეულ ადამიანზე. მაშასე, დავიწყოთ. შენ ხომ ჭკვიანი ხარ? არა და სულელად სულაც არ მეგაჩნიათ თავი. ასეთ შემთხვევაში, ასეთი წინადადებით ცდილობენ გამოგიყენონ. ამით თქვენი თვითშეფასება იზრდება და თქვენც რადგან ჭკვიანი ხართ, უნდა დაეთანხმოთ და გააკეთოთ ის, რაც მას უნდა. შენ ამას ვერ შეძლებ. აქ ჩვენი ეგო შეურაცხყოფილია, კომპლექსები გვაწუხებს. რას ქვია ვერ შევძლებ და ვაკეთებთ იმას, რაც ჩვენ კი არა, მას უნდა. შენ თუ ახლა ამას არ გააკეთებ, აქ შეგვიპყრობს. სხვა დროს რომ ვერ შევძლო, არა და манипуляტორმა კარგად იცის რომ გვეშინია და ამიტომაც უნდა გაგვაკეთებინოს. ახლა ამ ძამს. იცი, ამას ყველას ვანახებ. როგორ რას მიბედაო? შენი ხელქვეითი არ ვარ. ამ შემთხვევაში манипуляტორი ცდილობს ცირცხვილისა და რეპუტაციის შიშის გამოწვევას. თუმცა რა თქმა უნდა ეს ფრაზები არ არის პანაცეა, რომ ვიღაცა ვერ მოახერხებს ჩვენით манипуლირებას. მაგრამ რო დავფიქრდეთ, სრულიად შესაძლებელი. თავიდან ავირიდოთ ეს შეურაცხყოფილი გრძნობა, რო გამოგვიყენეს. ის რომ ვიღაცის ახირებული, დაჟინებული სურვილის გამო ჩვენი ძვირფასი დრო დავკარგეთ. დრო, რომელიც უკან არ ბრუნდება და შესაძლოა საბედისწერო გამოუსწორებელი შეცდომაც კი დაუშვათ. როგორც არენაზე ასული გლადიატორი ესალმებოდა კეისარს. ავე კეისარო, სიკვდილზე მიმავალნი, შენ გესალმები. ასე ხდება დღეს ბევრი ნაცნობი იმ ურყევ ადამიანს, ვინც манипуляტორის ტყვიების საკუთარ თავზე იგემა. დღეს კი იგი საჯარო განაჩენის არენაზეა. გაჭირვებასა და ტკივილში გამოვლილი ცხოვრება, შიმშილისა და სოციალური უთანასწორობის პირობებში. ადამიანი, ვინც მძიმე საკუთარი შრომით შექმნა მტკიცე კომპანია, სადაც წლების განმავლობაში უამრავმა ოჯახმა იპოვა სტაბილურობა. ეს ხალხი მას როგორც ბოსად ან ვინმე ზემდგომ პიროვნებად კი არ მოიხსენიებენ, არამედ როგორც მამად, ბაბუად და ზოგისთვის უკანასკნელი იმედი და სიცოცხლის მხსნელიც კი გახლავთ. მაგრამ ერთმა დაპირისპირებამ ყველაფერი შეცვალა. 21 საუკუნის პრაქტიკა. რა არის NLP? როგორ ამოვიცნოთ რეალურად, რა დგას დიდი სკანდალის მთავარ მოტივად. არსებობს პირდაპირ შავი მეთოდები, манипуляციის შავი მეთოდები. ესე ქვია, ეს თიციან NLP-ს სპეციალისტები, რომელთა გამოყენება არ შეიძლება და მათ ქვია შავი ანუ ბინძური მეთოდები. ეს არის ადამიანის გონების მართვა ფსიქიკაზე, ზემოქმედება და ჩვენ ხედავთ ამ ადამიანებს. манипуляცია უნდა იგრძელოს. სხვა შემთხვევაში ჩვენ აი ესე ხოგენით დასტა მივიღებთ ადამიანებს, რომლებთანაც ლოგიკური აზროვნება უბრალოდ გამორეცხილია თავიდან ბოლომდე. ხელოვნური საბოტაჟის მოწყობის გეგმა, როგორც ჩანს, დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა. კონკრეტული манипуляციის მეშვეობით თავდაპირველი სამიზნე ფეხზიმე ქალები გახდნენ. გარკვეული ჯგუფი ჩემს მიმართ ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. თან ვიყავი მე პერიოდში 7 თვის ფეხმძიმე. იმდენად ფსიქოლოგიურად მოქმედებდნენ ჩემზე, რომ ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ სტამბიდან ატირებული და მძიმე ემოციურ მდგომარეობაში გავსულ ვარ. მახსოვს, რომ იცა შენიშვნა, რომ როგორ ექცევით, ორსულია, შეიცოდეთ, რატო ექცევით ესე, მაგრამ სამწუხაროდ არ შეისმინეს ბატონი რეზოს თხოვნა. საქმეში ძირითადად 4 პირი ფიგურირებდა, რომელთა დირიჟორი ქალბატონი გვანცა ქველაძე გახლდათ. რაც ესე კოალიცია ქონდა შეკრული რამოდენიმე გოგოს და ისე ვთქვათ პარადი მიყავდათ. ესე ყველაზე ზემოქმედებდნენ, რაღაცა უფრო წამყვანის როლი ქონდათ. ჩვენ დაგვიბრუნდა ორსული თანამშრომელი, რომელიც დეკრეტულში იყო გასული, თავის საწყის პოზიციაზე უნდა დაბრუნებული იყო, რა თქმა უნდა შეთანხმებულებიც ესე ვიყავით, მაგრამ გვანცა სასწაულმა ეს არ მოისურვა. და რაღაც ესეთი ულტიმატუმი წაგვიყენეს, რომ ან ის ერთი აირჩიეთ, ან ჩვენ ყველა წავალთ სამსახურიდან. წავიდეს ეს თუ არა მეწავალ.
და უფროსი დაელაპარაკა, უთხრა, რომ ესეთ საქციელი არ არის კარგი. მაინც თავისას აგრძელებდა ესე რომ ვთქვა. იმიდან რომ დედლაინებში შეზღუდულები ვართ, ყველა ასეთი შეკვეთის მიმართ პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული, ნამდვილად ვერ გავაჩერებდით იმ პროცესს, რაც შეშვებული ჰქონდა წარმოებაში და ისევ გამოვიდა ისე, რომ არასწორი არჩევანი გავაკეთეთ, ის ერთი თანამშრომელი ვერ დავაბრუნეთ და ამათმა ისევ გააგრძელეს ესე პარადის მართვა, ესე ვთქვათ. ჩემი მეგობარიც მუშაობდა აქ სტამბარეზონში. რამოდენიმე გოგო იყო, მახსენდება, ერთმანეთში ვიყავით კარგად და მახსოვს, რომ სოციალური ქსელი, ასე ვთქვათ, გაგვიტეხეს. და ჩვენი პირადი ინფორმაცია მოხვდა მათ ხელში. ვიყავი 7 თვის ფეხმძიმე, ეს ყველაფერი რომ გავიგე, ძალიან ვინერვიულე. პოლიციას ვერ მივმართე, იმიტომ რომ გაუფრთხილდი ბავშვის ჯანმრთელობას, რომ რამე ზიანი არ მიმეყენებინა ბავშვისთვის. ვაიმ ცაკველაძე დაძაბული გოგო იყო, ცდილობდი რომ თავი შემეკავებია მისთან ურთიერთობაში. ყველანაირად ცდილობდა რომ ადამიანთან ქონოდა დაძაბული სიტუაცია. გავსი ფაქტი ჩემი წასვლის შემდეგ კიდევ მოხდა ორსული ქალის მიმართ, რომელმაც ძიმე ემოციურ მდგომარეობაში დატოვა, როგორც ვიცი, სამსახური. მინდა რომ მსგავსი ადამიანები მაქსიმალურად გამოაშკარავდნენ და სხვა ორსულ დედებსაც მსგავსი ფაქტები არ შეეფრთხილათ. ერთხელ ესეთი სიტუაცია გვქონდა, რატომ მუშაობ, ბავშვები დატოვებული გყავს, რა გიჭირს მაგის ფასი. თუმცა ამ ყველაფრის მიზანი ერთ კონკრეტულ ამოცანაზე გადიოდა. დაპირისპირება არა კონკრეტული პირის მიმართ, არამედ კომპანიის რეპუტაციული შეურაცხყოფის და გარკვეული манипуляციის გზით ჯამში კომპანიის დახურვას გადიოდა. ამ პირობებში ეს ადამიანები არიშურებდნენ ისეთ ეპიტეტებს, როგორიცაა ჩაგვრელი, მოძალადე, ხორი. მოკლედ, უსაშველო გინებების ნიაღვარი წამოვიდა. ტერმინი ბულინგი, რაც არის დაჩაგვრა და მცილის წამება და ასე შემდეგ, უდიდესი ცოდვა არის და იცით რა არის, ადამიანი არის ღვთისხატება და სანამ საპირისპიროს არ დაგიმტკიცებს, ყველა არის შენი მოყვასი. ბატონ რევაზისთვისაც დანარჩენი და გვანცასთვისაც დანარჩენი ადამიანი. ამაზე არ ფიქრობენ, რომ ყველანი ვართ ღვთის შვილები და ღვთის ხატება უნდა დაინახო ადამიანში. მათ შეძლეს, რომ დიდ მასებზე მოეხდინათ გავლენა და თან ეს ყველაფერი პოლიტიკურ სცენარში მოეხარშათ. რეზო რაზმაძის ოჯახს შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაშველო სიტყვებით ლანძღავდნენ, აგინებდნენ, აფურთხებდნენ და რუსეთის აგენტსაც კი ეძახდნენ. მოღალატე ხარ, გამყიდველი, იმ ადამიანებს, ვინც ფულის გულისთვის, ანუ არასამთავრობო ორგანიზაციის გულისხმობდა, ვინც ფინანსდებიან მხოლოდ რაღაცა ფსევდოლიბერალური, ანუ როგორც ეშმაკმა დაპირდა ადამს და ევას ფსევდოთავისუფლებას, ასეთ ფსევდოთავისუფლებას პირდება და საბოლოო ჯამში კარგს ვერაფერს ვერ მიიღებენ ის ადამიანები, ვინც ანტისახარებით ცხოვრობენ. ყველაზე საშინელება კი ის არის, რომ არასრულწლოვანი შვილიშვილი, რომელიც დირექტორს თან ახლდა, ბაბუის დამცირებას უყურებდა. ეს დღე ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მძიმე მოგონება დარჩება. რადგან იმ წამს პირველად ვნახე, როგორ შეიძლება ერთმა წუთმა მთელი ადამიანის ღირსება მიწასთან გაასწოროს. ბაბუ ასეთ მდგომარეობაში არასდროს მინახავს. ასეთი სუსტი, დამცირებული და შეშინებული. ინქოს თხოვა, წეს დაყრილი ბინძური ნარჩენები აეღო და აღარ დაეყარა. მხოლოდ ეს, სხვა არაფერი. ეს ქალი წამოხვდა, ხელების გაშლა და ყვირილი დაიწყო. რას მაკატრებო, როგორ ბედავო, შევინახარო. მე ტელეფონი ამოიღო. დაიმწამიდან ბაბუ ადამიანიდან კადრად აქცია. საზიღარ კადრად. ნაცნობებს კი აგინებდნენ და სინოდნენ და ასამართლებდნენ. მე კი ვიდექი და ვუყურებდი. როგორ უსუსური იყო ბაბუა. კაცი, რომლის სახელითაც მთელი ცხოვრება ვამაყობდი. შეურაცხყოფელი, სიტყვა დაკარგული. მის თვალებში პირველად დავინახე შიში. როგორ გინდა როცა შენ სიმართლეს აღარავინ უსმენს. Facebook-ზე რაც მოხდა შემდეგ ჩემთვის ჯოჯოხედად იქცა. კომენტარები, შევარცხყოფა, დაცინვა, ბრალდებები და მე
უბრალოდ აღარ მინდოდა ხალხთან გასვლა. მაცალებდნენ სკოლაში წავსულიყავი, მაგრამ არ მინდოდა. არ შემეცლა. აღარ მინდოდა რა განქცნობდი, რაც იქნებოდა. მე შინოდა. ის რითიც ვამაყობდი მთელი ცხოვრება. ახლა ჩემი სირცხვილი არ გამხდარიყო. ბაბუა, რომელსაც ადამიანები პატივისცემით ესალმებოდნენ, ერთ ვიდეოში ჩაატია, მოზაალდეთ, ვიღაცამ და თელმა ქვეყანამ დაასაჯელად აიგდო. და მე ვერაფერს ვაკეთებდი, ვერაფერს ვაჩერებდი. ვერც იმ კაცს ვშლიდი, რომელმაც ჩემი ბაბუა ადამიანიდან საზისხარ სიუჟეტად გადააქცია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ მხოლოდ ერთ მხარეს უყურებთ, აბა თქვენი შვილი რო იყოს და ვიღაცამ იქ თითით აჩვენოს, რომ აი ეს მისი ბაბუა მისია ნახე რა იკადრა და აქ ციხეში უნდა ჩასვან და ეს სცილის წამება ქვია ამას და თუ გინდა ბულინგი დაარქვი, ეს დიდი ბოროტებაა და მერთმა მოაქციოს ყველა სინანულად, ვინც ამ კონფლიქტში არის ჩართული და რაღაცა ინტერესები შეიძლება არ არის დამალული, რომ რაღაცა გარკვეული ორგანიზაციებიც ამოუდგნენ გვერდში ქალბატონ ბაცას და იქნება ბატონი რევაზი დაიჩაგრა, რატო ბატონი რევაზს არ დაუდგნენ გვერდში ის ეგრეთ წოდებული არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს კითხვა ისმის. სტამბაში თანამშრომლების თქმით უდისციპლინო გვანცასა და დირექტორს შორის დაიწყო დაპირისპირება. ოფიციალურად დავა უკავშირდებოდა სამუშაო გარემოსთან დაკავშირებულ სიბინძურესა და შიდა დისციპლინარულ საკითხებს. თვითმხილველთა თქმით, ადგილი ჰქონდა სანიტარული წესების დარღვევას და დაძაბულ ურთიერთობებს, რაზეც გვანცა არაერთ შენიშვნებს იღებდა. თუმცა, თავად მეორე მხარე ამ ბრალდებას უარყოფს. დაბინძურებული გარემო ხშირად ხდებოდა თვალში და ამას უკვე სისტემატიური ხასიათი ქონდა, ეს უკვე თვალში აღარ ხდებოდა, უკვე მიჩვეული ვიყავით ამას. ვალდებულებ და როცა მე წინა დღით დავასრულებ სამუშაო, რატომ არ დავასუფთავე გარემო, ანუ სამუშაო სივრცე. არ გვაძლევდა დალაგების საშუალებას, თუ ადგებოდა და გაივიდა ყველაფერს აქეთ-იქით დაჰყრიდა, აქეთ-იქით ფანტავდა და იყო ყველა თანამშრომლისთვის გაუსაზრესი მდგომარეობა. კონფლიქტები უწევდა, იმიტომ რომ არ ალაგებდა, არ ასუფთავდა თავის სამუშაო ადგილს. ანუ მე რბილად სიამოვნებს რომ დავდივარო, ნაგავი რო ეყარა ძირს. ასეთ რამეს მე სიამოვნებს რომ რბილად დავდივარო. ანუ ნაგვისურნა გვერდზე რომ ეტო, ხან სკოჩს ისროდა, ხან თავში მხდებოდა და წანაგდებულად ელაპარაკებოდა. და იმ მომენტშიც ანუ ვიდეო კადრებში ჩანს ყვითელი ქაღალდები, რომელიც არის ლენტებს რო აქ და ნარჩენები და ნაკუთი. ანუ ეს ლენტები რატო რჩება მაგაზე იყო საუბარი, ეგ უნდა დაალაგო. აი ჩანს, ზუსტად ამაზე გახდა საუბარი. გვანცა ქველაძე დაბლაყრიდა საჭმლის ნარჩენებს. როგორიც იყო მაგალითად ბანანი, შაურმის ნარჩენები, ქაღალდი, შაურმის. ბევრჯერ დილით მოვსულ ვარ და ბანანი ჩაუგდია და სუნის შერწუხებულ ვარ და მე ამიყეს და გადამიგდია. ან ნაგავი ამოვიყეთ და გადავყარე ნაგვის სუნაში. საკვები ნარჩენებიც იყო, მისი პირადი ნარჩენები, ნივთები იყო, რომელსაც ყრიდა. წყენინებით არ მიწყენინებია. თვითონ იყო ესეთი ადამიანი, კონფლიქტური და პროვოკატორი. ამოდიოდა და რა ვიცი რაღაცა პროვოკაციულ რაღაცებს მიწყობდა რა, ანუ კონკრეტულად ის იყო რომ ეხლა იანვარში რო ამოხვალ და ფანჯრებს და კარებებს გამიღებ სიცივეში რამდენჯერ მივეცი შენიშვნა იგივენაირად ბევრჯერ გააკეთა და არ ვიცი ალბათ უყვარს ეს ადამიანის წყობლებიდან გამოყვანა უყვარდა ჩხუბი უნდა ალბათ მეტი ახლა რატო უნდა ავიდე მე თანამშრომელთან სადაც იქ საერთოდ არ იჯდა ეგ და ესეთ რაღაცა რატო უნდა გავაკეთო თუ გამოწვევა არ მინდა იმ ადამიანის ნაგვის სურნაში არ გდებდა ჩემსკენ ისროდა ძირს ყრიდა ჩემთან მე როდესაც დავასუფთავებდი სტამბას გვანცა ადგებოდა კალთაში ჩაგროვებული ნარჩენებით მოივლიდა მთელ სტამბას და ძალით ყრიდა ესე ყველგან. მოუწესრიგებელი მაგიდა რო ქონდა ხოლმე შენიშნა მე ვერ მივცემდი მაგის უფლება არ ქონდა გამაღიზიანებელია ახლა საჭმლის ნარჩენები რო ყრია დაბლა და უყურებ ვიცი რა მოსაწონი უნდა იყოს. ეგეთი ადამიანი იყო, აგრესიული იყო, ყველასთან კონფლიქტური იყო, არავისთან ნორმალური ურთიერთობა არ ქონდა, გარდა 2-3 გოგოს, დანარჩენთან ყველასთან რაღაცა კონფლიქტი ქონდა. ბულინგი ხორციელდებოდა იმ ადამიანების მიმართ, ვის მიმართაც ბატორეზოს ქონდა კარგი დამოკიდებულება. ბულინგს რომ განვიცდით, ვცდილობთ რომ საჯაროდ ჩვენ თავი არ დავიცვათ, ბატონი რეზო არ დავიცვათ და მოვერიდოთ გვანცასთან
იდეოლოგიური კონფლიქტს. ფაქტია, რომ დაპირისპირება სიტყვიერიდან სამართლებრივ პროცესში გადავიდა. კვანს ამ იმდენიც კი მოახერხა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება შეძლო და სახელმწიფო სტრუქტურების შეცდომაში შეიყვანა. აგრეთვე როგორც ოპოზიციურმა, ასევე სამთავრობო მედია საშუალებებმა ფაქტები დაამახინჯეს და მხოლოდ ერთი მხარის მიერ დადგმული სპექტაკლი გაასაჯაროეს, თანაც უდანაშაულობის პრეზუმპციის ყოველგვარი პრინციპის დარღვევით. გავიხსენოთ ცოტა ხნის წინ მომხდარი ფაქტი. იგივე რეფრეიმინგი, რაც მამაოს შეემთხვა და მიხვდებით, რომ საქმე ერთი და იგივე ხელწერასთან გვაქვს. რომ ხელა კაცი 2 მეტრიანი, ჰა? ამას ყველას ვანახებ. სირცხული. სხვათაშორის იმ ვიდეოში არ ჩანს ამ ადამიანის ეკლესიაში კი არ უნდა შესვლა, საკურთხეველში უნდა და შესვლა და მოძღვარმა სწორი შენიშვნა მისცა, რომ მოკლე შარვლით არამც თუ საკურთხეველში, ტაძარშიც არ შედიან. იმოსებიან შესაფერისად. აბა მეჩეთში შესულიყო, ან სინაგოგაში შორტებით. მე ვფიქრობ, რომ არავინ არ მისცემდა ამის უფლებას. ამას ყველას ვანახებ. სირცხული არა გაკეთდა. გინდა ჩავიწეროთ, რომ გეტყვი რომ სულიერი მეძავი ხარ, ფარისეველი და გამგზავნილი ხარ პროვოკაციაზე. რის გამო რომ შორტი მაცვია, აი ეს შემოვედი, ხო აი ეს. შორტი კი არ გაცვია, ვირთხარ ხარ. რაც შეეხება ის პროვოკაცია და ამას გავს თუ არა, შეიძლება 1000 პარალელია. მართლა გადაგიღებთ, აი თუ ეხლა რასაც მეუბნები, თუ მართლა ეს არ ვანახო, აი ნებისმიერ ადამიანს მის მართლა შეუძლებს დაიწყო. მათხოვარი ვინც არის, მაგასაც განახებ, აი მართლა ვინ არის მათხოვარი. 1000 პარალელია. ბოროტი იყენებს ამას ადამიანს, რომლებსაც არ აქვს უნარი, რომ გამოხატონ არ გაწყობს და ალბათ უნდა წასულიყო სამსახურიდან და თუ აწყობს უნდა დარჩენილიყო, როგორც ითხოვთ, ამ პირველი დღე ხომ არ იყო მოსული. კონფლიქტი უნდა აირიდოს ადამიანმა თავიდან და ჩვენ იმას არ ვითვალისწინებთ, რომ ხელმძღვანელს ძალიან ბევრი საფიქრალია, ბევრი პასუხისმგებლობა აქვს. რა ვიცი, მე ვფიქრობ, რომ ცუდია ეს კონფლიქტი რომ მოხდა, მაგრამ აი როგორ გამოიყენეს მეორე ბოროტმა ხალხმა, ვინც გააქეზეს და ცეცხლზე ნავთი დაასხეს, ეს ორმაგი ცოდვა არის. არ ვიცოდი რა გამეკეთებინა თავიდან, ისი უფლება მქონდა, ისი უფლება არ მქონდა. ეს რა არის? ანუ ხელს ასე აკეთებ და რისი სურვილი მქონდა ალბათ ეგეც ნახე? არ ვიცი, ხო, თავისებურად ყველა მართალია შეიძლება, მაგრამ როდესაც ხელმძღვანელი გეუბნება, რომ ეს არჩენები უნდა ალბათ უთხრა, ან ეს საქმის გარჩევის ადგილი სამსახური არ არის დამლაგებელი არის თუ არ არის დამლაგებელი, თავისი ნივთები ალბათ ყველა თავისი რაღაც მიხედოს და შფოთი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ქრისტიანული სიყვარული. ხომ მიგიღო სამსახურში, შეიძლება არ შეეძლო, მაინც მიგიღო სამსახურში დაგაბრუნა. თუ არ მოგწონდა დამლაგებელი რო არისო, შედალოცილო, გზა დიდია, რა პრობლემაა. ვფიქრობ, რომ აქ რაღაცა ესეთი რაღაცა თითქოს აი ოჯახშიც ხდება ხოლმე 1000 კონფლიქტი, 1000 რაღაც, მაგრამ არა ასეთი დამეტებით და ასეთი ბოროტებით, რომ სასამართლომდე მივიდეს საქმე. მაგრამ ექსპერტიზას რა უშველოდ? ყოველგვარი მიკერძოების გარეშე გინდება, რომ რეზო რაზმაძის მხრიდან არანაირი დარტყმითი კონტაქტი არ ყოფილა. ცემა 1000 ლარი იყო, შესაძაც ამ ხოლმე მოტროკი კაცი გწამს. არ ვიცი და კადრები რო ვნახე, ანუ დაკითხვამდე მე სანამ გამოძიებაში და გამომძიებელის მიერ დავიკითხებოდი, ეს კადრები არ მქონდა, ეს ჩანაწერი ნანახი შიდა კამერის მიერ გადაღებული რაც არის და მე აღვიდგინე უფრო რაღაცები, რომ თურმე რახელი თავში მოგარტყა სამხარაულშიც რომ წამიყვანეს, იქაც როცა ანუ მითხეს რომ აი რაღაც ტანზე გაიხადე და გათვალიეროთ, არა მეთქი თავში მომხდა და ანუ არ მაქვს მეთქი სხეულზე. ჩატარებული არის ვიდეოფონოსკოპიური ექსპერტიზა, კარგად ჩანს როგორ ეცემა კვანცა ქველაძე. ეს დაზიანებები მიყენებულია სწორედ დაცემით და არავითარ შემთხვევაში ადამიანის ხელით. ვიგზენი თავში როგორ მომხდა და ხელში ჩამარტყა ტელეფონი გამაგდებინა. სასამართლოზე დაისვა საკითხი თავის მიდამოში იყო თუ არა დაზიანებები, თავის მიდამოში და სხეულის სხვა ნაწილებში გარდა მარჯვენა მუხლისა და მარჯვენა იდაყვის აფრიზა, რომელიც აღნიშნეთ რომ დაცემით არის მიღებული, სხვა დაზიანება არ აღინიშნება და რაც თავარი კონტაქტი არ აღინიშნება არანაირი, რაც ასევე დაადასტურა და ვიხელმძღვანელეთ ვიდეოფონოსკოპიური ექსპერტიზით. არ მაქვს მეთქი სხეულზე არაფერი, თავში ვიგზენი რაღაც მოხვედრა და ნუ არა მაინც გაიხადე და სილურჯეები მაქვს და ნუ დალურჯებული ვარ სხეულზე.
კონსაკველაძეს რა თქმა უნდა ჩაუტარდა ექსპერტიზა სამხაროვლის ექსპერტიზის ბიუროში და სწორედ იმ დასკვნიდან გამომდინარე მას არც სახის, არც თავის, არც ხელის მტევნების მიდამოში არანაირი დაზიანება არ აღენიშნებოდა. ამიხსენი რეზო რატომ არ ზის ციხეში? რას გეუბნება პროკურატურა? მეც მანდ ვარ დანუკა და ეგ მაღიზიანებს ყველაზე მეტად. დაცვის მხარე ექსპერტიზას არ იზიარებს. ექსპერტიზის მიუხედავად ამბობს გვანცა თეთრზე შავიაო და მოსამართლე მას გააშავა. მოსამართლემ არ გაიზიარა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, მოწმეთა ჩვენებები, საქმეში არსებული მტკიცებულებები და პლუს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელშიც წერია, რომ გვანცა ქველაძე არის იმპულსური, კონფლიქტური, ვერ ეგუება გარკვეულ შენიშვნებს, რაც საქმეშიც დაფიქსირდა. ალბათ საზოგადოების გარკვეულ ჯგუფთან ერთად ქალბატონ მოსამართლეზეც NLP-ს პრაქტიკა მიმუშავა. როცა სამი ადამიანი დაუსაბუთებლად ამბობს, რომ თეთრი შავიაო, შენც უნდა დაიჯერო. სხვა რა გზა გაქვს. თორემ შეიძლება შენც მოგხვედრო და ის ბინძური ტალახი, რომელიც რეზოს მიმართ იყო განკუთვნილი. როგორც ხედავთ, ქალბატონი გვანცა ხშირად ავიწროვებდა ქალბატონებს, რომლებიც გარკვეული მიზნების მიღწევაში ფეხებში ებლანდებოდნენ. ამიტომაც შექმნა ჯგუფი და მათი მეშვეობით კონკრეტულ манипуляციებს ახორციელებდა. არა მარტო კომპანიის პერსონალზე, არამედ თავად მენეჯერზეც. გვანცა და მისი მეგობრები არღებულობდნენ იმ შენიშვნებს, მოთხოვნებს, რაც ბატონი რეზოს მიერ იყო დაწესებული, ჰიგიენა, რეჟიმი, დისციპლინა. და არაერთხელ ესე ხუმრობით მითხრეს, რომ იქნებ ჩაგუტარებინა არჩევნები და შენ აგირჩევდით უფროსად, ალბათ ეგონათ, რომ ჩემთან ჩემი უფრო ადვილად დამიყოლიებდნენ, თუნდაც იმ მიუღებელ რეჟიმზე და შინაგანაწესზე, რაც თვითონ აწყობდათ. არ გვაწყობს ეს უფროსის შეხედულებები და აი არჩევნები ჩავატაროთ და თქვენ მოგცემთ ხმას. ეს კი უთქვიათ ნამდვილად კვანცას უთქვიან ნამდვილად. განსაკუთრებით ბატონ რეზოს მოთხოვნაზე ჰქონდათ ისეთი აგრესია და მიუღებლობა, რომ გრაფიკით თავისებურად უნდათ, რეჟიმით თავისებურად. თვლიდნენ, რომ რაღაცა მე თუ ვიქნებოდი მაგათ ზედამხედველობის თავში, ალბათ თვლიდნენ, რომ ჩემთან უფრო მარტივად და იოლად გავუვიდოდათ ბევრი რამ. მე არ მომწონდა ეგ ადამიანი. იმიტომ რომ ზღვარს გადასული ქცევები ქონდა რა ვიცი რაღაც რატომაც ეგონა რომ ყველაფერი მაგისი იყო. ცდილობდა თანამშრომლებზე манипуляცია მოეხდინა და გავლენა ქონოდა, ანუ უნდოდა რომ მაგის ქვეშემდომი ყოფილიყვნენ. უნდა ყველას ზემოდან გადაეყურებინა, ყველას მიმართ ცდილობდა ისეთ რაღაცას ყველა თავის მხარეს მოექცია, უნდა მთელი სტამბა ემართა. აღნიშნულ გარემოებებსთან ერთვის არაერთი მტკიცებულება იმ შავი პიარისა და მავნე კამპანიის, რაც კომპანიის წინააღმდეგ განხორციელდა. ხელოვნურად აგორებულ სკანდალში მთავარი მოთამაშეები გამიზნულად ახორციელებდნენ არა მარტო კომპანიის მმართველი რგოლის დაკნინებას, არამედ სამიზნე ის დასაქმებულები გახდნენ, რომლებიც დირექტორის სასარგებლო ჩვენებებს აძლევდნენ. ფაქტი არის, რომ აწარმოებდნენ და აწარმოებენ ზეწოლას საწარმოზე, საწარმოს თანამშრომლებზე და მის დამკვეთ ორგანიზაციებზე, რომლებსაც კეთილ სინდისად ემსახურებოდა შპს რეზონი. და აი უცებ აი ესეთ როგორ ის არის, ხა მე მომწონს ამ შპს გაკეთებული საქმე თანამშრომლობასთან და ამ დროს აი ესეთი ფსიქოლოგიური ზეწოლა, რომ თურმე რაღაც სამოქალაქო ის არის თანადგომა ამ შემთხვევაში დაზარალებულის და აი ამ მსხვერპლის მიმართ, თუ ჩვენ შევწყვიტავთ აი ასეთ მოქმედთან ურთიერთობას. აი ხო არ შეიძლება ასეთი რამე. რა შუაშია შპს როცა დავუშვათ თუნდაც რაღაცა დააშავოს ვინმე რომელიმე თანამშრომლმა და ამ დროს დარტყმა მიაყენო ორგანიზაციას, რომლის უკან ოჯახები არის ამ შემთხვევაში 25 და კიდევ სხვაგან მეტი. ყველა ვერიდებოდით, ყველა ერიდებოდა, მაგრამ მაინც ეს პროვოკაციული ხასიათის ტექსტები მას ახასიათებდა. პირადად ჩემზეც რაღაცა ერთი სიტყვა ვთქვი, რომ ტყუილს ავრცელებს პოსტის ავტორი და ძალიან დიდი უარყოფითი ემოციები წამოვიდა გვანცას მეგობრების მხრიდან. პირადად ჩემს შეურაცხყოფაზე გადმოვიდა, ჩემი შვილების მიმართ შეურაცხყოფაზე გადმოვიდა და მოვერიდე ყველანაირ კონფლიქტის გავრცელებას. ამ და სხვა ფაქტებმა ცალსახად დაადგინა, რომ ის ჯგუფის მხრიდან, სადაც მთავარი მოთამაშე ქველაძე იყო, манипуლირებდა და ტყუოდა. ამ საქმის ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე ნინო ჟორჟოლიანი იყო. აღნიშნული ქალბატონი ქართულ საზოგადოებას სიზღის, ხოლო პარტნიორ კომპანიებს თანამშრომლობაზე კონტრაქტის გაწყვეტისაკენ მოუწოდებდა.
არა მარტო ფირმებს მიმართავდნენ ისინი, რომ შეეწყვიტათ ჩვენთან თანამშრომლობა, ასევე თანამშრომლებსაც მოუწოდებდნენ, რომ ამდგარიყვნენ და დამდგარიყვნენ გვაცაფალაძის ხარეს. ესეთი ძალიან ბევრი ფაქტი მოდიოდა, ჩვენც ვიგებდით, ჩვენ საქმის ხურში ვიყავით, მაგრამ იყო კომპანიები, რომლებიც ახლა ახლოს არ გვიცნობდნენ არაფერი და გაწყვიტეს ურთიერთობა, ეს იყო ლატარის კომპანია, ეს იყო პაშა ბანკი და კიდევ რამდენიმე ვინაც ზოგმა შეამცირა, ზოგმა პირიქით მხარდაჭერა გამოგვიცხადა და პირიქით რაც ჭირდებოდა თუ არ ჭირდებოდა დაკვეთები გაგვიორმაგა. ჩანს რომ ასეთი მოქმედებები ერთი აი რომ სამართლის საფარქვეშ უსამართლობის დემონსტრირება და უფრო მეტიც ამ მოქმედებებით აი აგრესიული და წინასწარ განზრახული შეიძლება ითქვას მოქმედებებით, როდესაც ადამიანის სიცოცხლეს ჯანმრთელობას, მის ეკონომიურ მდგომარეობის გაუარესებას და არასრულწლოვანის ფსიქოლოგიურ ტერორს აქვს ადგილი, ასეთი აი ერთობლივად აი ასეთი თაიგული მე ჯერ არ მინახია. იყო მცდელობა ფიზიკური განადგურების დირექტორისა, რომელიც ჩანს, რომ მან იცოდნენ, რომ მას მძიმე მდგომარეობა ჰქონდა ჯანმრთელობის გულის, რეპუტაციის შელახვა მოხდა, აი ამ მოქმედებების შედეგად რაც განახორციელეს კოლექტიური თავდასხმით საწარმოზე და პირის მორალური დაზიანება მოხდა, როდესაც ბატონ რეზო რაზმაძის ჯანმრთელობის გაუარესება ჰქონდა ადგილი, გაუარესებას გამიზნულად რომ მომხდარიყო რაღაც უფრო ფატალური შედეგი ალბათ, იმიტომ რომ ამ აგრესიის ასეთი სახის შემოტევის გადატანა შეიძლება ვერ შეძლოს აი იმ ამათხოვების პირმა, როგორი პიროვნებაც როგორი ამათხოვაც აწუხებს ბატონ რეზოს და ბოლოს ამ ბოიკოტის გარდა და აი ასეთი ფიზიკური განადგურების მიმართული ქმედების გარდა მათ ზიანი მიაყენეს არასრულწლოვან ბავშვს, აგრეთვე ჩვენ ფსიქოლოგიის დასკვნა გვაქვს, რომელიც ადასტურებს, რომ ფსიქოემოციური ზეწოლა მოხდა არასრულწლოვანზე და შესაბამისად ბავშვს ეხლაც მიმდინარეც არის მისი ეს განცდები და მისი ეს ფსიქოემოციური და სოციალური გაუარესებული მდგომარეობის გამოსწორებისკენ მიდის ეხლა მთელი რიგი ესე იგი ქმედებები. დღესაც შემილია ავთი წავიდე პენსიაზე, გადავწავიდე უცხოეთში, თბილად შვიდად ვიცხოვრო, მაგრამ ყავს ერთგული თანამშრომლები, რომლის მიტოვება არ შეიძლება, მიყვარს ქვეყანა, მიყვარს სამსახური, მიყვარს თანამშრომლები, მიყვარს ეს საქმე და ძალიან ძნელი იქნებოდა ჩემთვის ამ ნაბიჯის გადადგმა. კიდევ ერთი რობინ ჰუდი, რომელიც პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებდა ბატონ რეზო რაზმაძეს, გვანცასთან დაახლოვებული რადიკალი გახლავთ. მისი თქმით, გვანცა ცალხელა ინვალიდია, საბრალო, ცაწყალი, ცხოვრებისგან გარიყული პიროვნება. აღნიშნულმა პირმა ანგარიშიც კი გახსნა, რომ გვანცასთვის მოწყალება გაეღოთ და თანხა ჩაერიცხათ. ის იძახის, რომ მას ინვალიდის სტატუსი ჰქონდა და არ ცემდით ამათ პატივს, არ მოუტანია არანაირი საბუთი ამის შესახებ. ამ პროცესში საეჭვოდ იყო ჩართული ქართული მედია. თანაც ეს იმის ფონზე, რომ მაშინ ფართომასშტაბიანი პროტესტი მიმდინარეობდა, ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი რევოლუცია და ამ პირობებში ასეთი ოპერატიულობა, ასეთი სისწრაფე და ფაქტების სიმგვარი დამუშავება, სადაც ყოველგვარი წინაპირობის გარეშე დამნაშავე რაზმაძე იყო. ერთ სვადებს თავად დამფუძნებლისთვის. ერთი ის იყო საკვირველი, რომ 16 ივნისს მიდის განსაკველაძე წერს შრომის ინსპექციის საჩივარს და 16 ივნისს სადღაც 1 საათის მანძილზე ტელეკომპანია ფორმულა და შრომის ინსპექციის 10-თან 12 თანამშრომელი შემოდის ჩვენთან. უბრალოდ ესეთი სისწრაფის აფეთქება წინასწარ დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია. ჩვენს გვერდით მშენებლობა არის და ახალგაზრდა ბიჭი გადმოვარდა და აიღო 32 წლის ხელოსანი. და მაინტერესებდა რამდენ ხანში მოვიდოდნენ შრომის ინსპექცია. მესამე დღეს გამოჩნდა 2 თანამშრომელი. როდესაც ადამიანი იღუპება და 2 თანამშრომელი მესამე დღეს მოდის და როდესაც ფირმაში 1 საჩივარი შედის და 10-12 შრომის ინსპექციის თანამშრომელი შემოდის, ტელეკომპანია შემოდის. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი გამიზნული სპეცოპერაცია ჩვენი ფირმის წინააღმდეგ.
და შრომის ინსპექციასაც მოუწოდებდა, რომ შეაჩერეთ წარმოება. იგივე თამილა გაბაიძე, როგორც პროფკავშირების იურისტი, თავის სტატიაში წერდა, რომ შეუჩერეთ ЧП-ს ერეზონის საქმიანობა, სანამ არ გამოსწორდება სიტუაციაო. ესე იგი, გამოსწერება ამას ნიშნავდა, რომ ჩვენ ხელშეკრულებები აქვს ფირმაზე და 2-3 თვე ფირის გაჩერება გამოიწვევდა ამ ხელშეკრულების გაუქმებას და შემდეგ უკვე გახსნა ფირმის უკვე დაიწყებოდა ძალიან ძნელი პირობებით, იმიტომ ეს ყველა ხელშეკრულება გაუქმებული იქნებოდა, მათთან დაბრუნება უკვე ძალიან ძნელი იქნებოდა, ფირმა დაიხურებოდა რა. მოდი შევხედოთ, რა სახის მანიპულაციებს ეყენებენ ეგრეთ წოდებული ციგნები და რა კავშირი აქვს ამ ყველაფერთან გვანცა ქველაძეს. ერთ-ერთი ყველაზე მისტიფიცირებული და იმავდროულად საგანგაშო ფენომენი თანამედროვე ფსიქოლოგიაში ეგრეთ წოდებული ბოშური ჰიპნოზი. იგივე ქუჩის ჰიპნოზია. პირები, რომლებმაც მსგავსი ზემოქმედება საკუთარ თავზე გამოსცადეს, აღწერენ კონტროლის სრულ დაკარგვას, ცნობიერების დაბინდვას, მოგვიანებით კი წვავეს სირცხვილსა და დეზორიენტაციის განცდას. რა არის მანიპულაცია სინამდვილეში? ბოშური ჰიპნოზი არის საუკუნეების განმავლობაში აპრობირებული ფსიქოლოგიური მანიპულაციების სისტემა, რომლის მიზანია კრიტიკული აზროვნების ბლოკირება და სუბიექტის ცნობიერებაში დესტრუქციული იმპულსების ინექცია. კლასიკური ჰიპნოზისგან მას აგრესიულობა და დინამიკა განასხვავებს. ბოშური ჰიპნოზი არის ფსიქოლოგიური ბლიცკრიგი, რომელიც ადამიანის ფსიქიკის მოწყვლად წერტილებს უტევს. მანიპულაციის სამი საყრდენი თავდაცვის ზღუდის რღვევა. მანიპულატორი მოქმედებს მკაფიო ალგორითმით და ერთდროულად ახორციელებს იერიშს აღქმის სამ ძირითად არხზე. კოგნიტური გადატვირთვა. მანიპულატორი ერთდროულად ზემოქმედებს რამდენიმე სენსორულ არხზე. ვერბალური. სწრაფი, არათანმიმდევრული მეტყველება, თემების მუდმივი ცვლილებით. ვიზუალური. ინტენსიური ჟესტიკულაცია. მკვეთრი ან მბზინავი საგნების გამოყენება, ყურადღების დისპერსიისთვის. ტაქტილური. შემთხვევითი, თუმცა გათვლილი შეხება ხელზე ან მხარზე. შედეგად ტვინი განიცდის ინფორმაციულ ოვერდრაივს, ვერ ასწრებს მონაცემთა კრიტიკულ დამუშავებას და ჩვენი მთავარი დამცავი მექანიზმი, კრიტიკული აზროვნება დროებით ითიშება. ემოციური შტურმი. მანიპულატორი ოსტატურად ახდენს ბაზისური ემოციების პროვოცირებას. შიში. თქვენზე წყევლა, ოჯახს საფრთხე ემუქრება. ფსიხარბე. თქვენს კაპიტალს გავაორმაგებ. დანაშაულის განცდა. თუ უმწეო ადამიანს არ დაეხმარებით, ძლიერი ემოციური ფონის პირობებში, ინდივიდი გადადის იმპულსური მოქმედების რეჟიმში და კარგავს რაციონალურობას. ამ შემთხვევაში, ჩვენმა ეგრეთ წოდებულმა რობინ ჰუდმა ალბათ ეს პრაქტიკა გამოიყენა. ფსევდონდობის და დეფიციტის ილუზია. დობის ფორმირება ხდება ინტენსიური ვიზუალური კონტაქტით, სუბიექტის პოზისა და მეტყველების იმიტაციით, ეგრეთ წოდებული არეგულა. ხელოვნურად შექმნილი დროის დეფიციტი, გადაწყვიტეთ ახლავე. ეს კი ართმევს ადამიანს ყველაზე ძვირფას რესურსს, ფიქრისთვის საჭირო დროს. გვანცა ქველაძის ვიდეოს რომ მოვუყურებთ, აშკარაა რომ სცენარი უეჭველად წინასწარ არის დაწერილი. რეზო რაზმაძის შენიშვნაზე პასუხისნაცვლად საუბარი გამომწვავებელ თემებზე გადააქვს. დირექტორი უბრალოდ ეკითხება: შენი სამუშაო სივრცე რომ მოაწესრიგო, ამას რაც უნდა ჩემი თქმა, მაგრამ პასუხისნაცვლად იწყება სხვა თემები და მცდარი ისტორიები. და თუ ვიდეოს იღებ იმიტომ რომ თითქოს შენზე ძალადობენ, მაშინ დირექტორზე ყვირილი და მისი პროვოცირება რა ლოგიკაა? ასეთ სცენარს ბრიყვიც კი არ დაიჯერებს. თუ მართლაც ძალადობას ელოდა, მაშინ როგორ მოხდა რომ ჯერ კამერა ჩართო, შემდეგ თავადვე გაიწია და სახესთან უქნია ხელები. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მანიპულაციის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი. სტრესის ან დაღლილობის ფონზე. ჰიპნოზი არ არის ყოვლის შემძლე. ის უძლურია მას წინაშე, ვინც ინარჩუნებს გაცნობიერებულობას და არ ერთვება ემოციურ პროვოკაციაში. თქვენი მთავარი იარაღი აქტიური ცნობიერებაა. მანიპულაციის ანატომია. რატომ ვერ გაუძლო სისტემამ ბლიცკრიგს? როდესაც ჩვენ საუბრობთ გვანცა ქველაძის მოქმედებებზე, საქმე გვაქვს არა ემოციურ აფეთქებასთან, არამედ ეგრეთ წოდებული ციგნური ჰიპნოზის თანამედროვე მედიურ ვერსიასთან. ეს არის ფსიქოლოგიური იერიში, რომელიც სამ საყრდენზე დგას და რეზონის შემთხვევაში სამივე მათგანი იდეალურად იქნა გამოყენებული. ციგნური ჰიპნოზის მთავარი იარაღი სისწრაფეა. მანიპულატორი გეტყვის იმ სიჩქარით, რომ შენმა კრიტიკულმა აზროვნებამ ვერ მოასწროს ინფორმაციის გადამუშავება. თანაც რეზო რაზმაძეს მძიმე დაავადება, შაქრიანი დიაბეტი აწუხებს, რომლის წყობილებიდან გამოყვანა მეტად მარტივია, ვიდრე ნებისმიერი ჯანმრთელი ადამიანის.
რა თქმა უნდა, ხა როდესაც დირექტორი თანამშრომელს შენიშვნას აძლევს თანაც იმის მიხედვით, რომ საჭმლის ნარჩენები ყრია ძირს, მე მოველოდი, რომ ის ბოდიში მოიხდი და თავის ადგილს დაასუფთავებდა, დაჯდებოდა სუფთან. მან პირიქით გააკეთა. წამოხდა და ამოიღო ტელეფონი, ჩართა და ამას ყველას ვაჩვენებ. უბრალოდ გამიკვირდა რა უნდა აჩვენოს ყველას, ხო ჯერ არაფერი არ არის დაწყებული. ძალიან შეურაცხყოფელად ვიგზენი თავი, რომ ადამიანს შენიშვნას მიცემ თან თანამშრომელს, წლოვანებით უფროსი, სამსახურითაც უფროსი, იმის მაგივრად, რომ ბოდიში მოიხადოს და საქმეს მიხედოს და ის გააკეთოს, ის პირიქით გადმოვიდა შეტევაზე, დაიწყო ყვირილი, ხელები შლა, მე რო აქ დამლაგებელი არა ვარ, მიესმევ ჩემ მოვალეობაში არ შედის. აბა ვის მოვალეობაში შედის ადამიანი, როდესაც ზის და თავის გარშემო საჭმლის ნარჩენებს ყრის, ეს არ არის დამლაგებლის მევალება, დამლაგებელი ადამიანია და იმასაც თავისი ცხოვრება აქვს და სხვისი ნაჭამი საჭმელები არ შედის იმის მევალებაში, რომ ის მისი მაგიდა მოასუფთავოს. ეს არის თითოეული ინდივიდუალური ადამიანის პირადი მოვალეობა. მით უმეტეს სამსახურში და საზოგადოებაში. ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ბიუროს ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გვანცა ქველაძემ რთულად ეგუება ფორმალურ შეზღუდვებსა და აკრძალვებს. გააჩნია სოციალური და ადაპტაციური სირთულეები. მის ქცევებში ვლინდება გაღიზიანებადობა და იჭვნეულობა გარემომცველთა მიმართ გამოთქმულ შეფასებებთან დაკავშირებით. მის ქცევებში გამოიხატება სიჯიუტე, კივნეული თავმოყარეობა, ურთიერთობებში წონასწორობის დარღვევის ტენდენცია, ასევე თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებისა და თვითდამკვიდრების გაძლიერებული მოთხოვნილება. ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გვანცა ქველაძის ქცევებში აშკარად ვლინდება ყველა ის თვისება, რომელიც საფუძვლად დაედო მის მიერ რეზო რაზმაძესთან დაპირისპირებას. წინა დღესით ყავდა გერმანიიდან ჩამოსული სტუმრები. და ეს ნაგავი ეყარა რა და ეს გადაეფარო რო არ დაენახათ ამდენი ნაგავი რო ეყარა გვანცას მაგიდასთან ეყარა ძირს მობნეული იყო. და მე ტელეფონი აიღო გვანცა, დაიწყო ვიდეოს გადაღება. და ბატონ რეზოს არის სიამოვნა ეს ვიდეოს გადაღება სამუშაო სივრცეში აკრძალული არის. თუ მართლა ეს არ ვანახო, აი ნებისმიერ ადამიანს ვის მართლა შეუძლებს დაიწყო. ეს იყო სპეციალურად დაგეგმილი პროვოკაცია. ვფიქრობ, რომ ძალაუფლება ჰქონოდათ ხელში, ეს უნდათ და ამის გამო მოაწყოს პროვოკაცია. ჩემი შეცდომა ისაა, რომ აღელვების ნიადანზე, როგორც ფსიქოლოგიურად გამოვედი წყობიდან, ერთადერთი სიტყვა, რაც მე მაგას ვთხარი, მათხოვა რომ. როდესაც სახეზე შევხედე, მან გაიღიმა, თითქოს ეს სიამოვნა, ეს მათხოვარი. მათხოვარი, ვინც არის მაგასაც განახებ, აი მართლა ვინ არის მათხოვარი. ჩემი აზრით ეს არის ჩვეულებრივი პროვოკაცია ეშმაკისგან, ანუ ეშმაკი დახელოვნებული მათხოვა რა არის. ეშმაკს ქვია ტყუილის მამა და ირგვლივ ყველას აქეზებს, რომ გამოხდეს კონფლიქტი და მე რაც შეიძლება მეტი ადამიანი თან მით უმეტეს უდანაშაულო ჩაგროს და დაშავდეს. ძალიან დიდი ცოდვაა ადამიანის წვენება და გამოყვანა წყობილებიდან ესეც ძალიან დიდი ცოდვაა რა თქმა უნდა და მე მაინც ვფიქრობ, რომ რო არ გამოიყვანათ ეს კაცი წყობილებიდან, არც იმ სიტყვებს არ აკადრებდა ეს კულტურული დარბაისელი, თბილისელი, კაი გაზრდილი ვაჟკაცი, პატრიოტი, მორწმუნე ადამიანი. საინტერესოა, ხო არ გაიარა კანვასის ტრენინგები და ხო არ იყო ეს მისთვის ერთგვარი იარაღი. We actually had these pillars. We had police, we had military, we had civil servants, we had teachers, we had business society, we had church, international community, workers, students. ან თავად გვანცა ხო არ იყო ვინმეს იარაღი პროვოკაციის მომენტში. გავეცანი გვანცა ქველაძის ასე ვთქვათ ქმედებებს პროექტი ვიზუალური ფორმითაც და ჩანს რომ იგი გაწვრთნილი არის როგორც ჩანს ამ მიმართულებით, იცის როგორ მოახდინოს ზემოქმედება ისე რომ თვითონ სხვერპლის როლში დარჩეს, ხოლო ის ადამიანი რომელიც რეალურად მართლაც დაზარალებული არის ასეთ მის ქმედებებისგან, ის მერე აღმოჩნდეს აგერ უკვე ბრალდებულის ან ყოველ შემთხვევაში სამოქალაქო მოპასუხის სახით, რომელიც რაღაცა დაეკისრება და რაღაცით დაზარალდება. ფაქტი. დააკვირდით მოვლენათა ქრონომეტრაჟს 16 ივნისი 11 საათი საჩივარი 12 საათი ინსპექცია იმავე საღამოს მზა სიუჟეტები ტელევიზიებში ეს არის ფსიქოლოგიური ბლიცკრიგი
მისი ადვოკატი და თვითონ მიყავთ რამდენიმე თავისი სადაქალო შრომის ინსპექციაში და წერენ რომ თითქოს მე უთხარი ეს ის სოფლელო ის მე თვითონ სოფელში გავიზარდე თელი ბავშვობა სოფელში გავატარე ადამიანი რომელიც სოფლიდან არის ჩამოსული ის სხვას არ ეტყვის სოფლელო და ჩამოთრევლო რეზო რაზმაძეს არ დაუდოვეს დრო გააზრებისთვის ის მოხვდა მოვლენათა მორევში სადაც მისი ტვინი გადაიდვირთა და გადავიდა შოკურ მდგომარეობაში ქუჩის ჰიპნოზის დროს მანიპულატორი იყენებს მბზინავ ნივთებს ყურადღების მოსადუნებლად ამ საქმეში ეს ნივთი ტელეფონის კამერა აღმოჩნდა ფაქტი რეზიკო რაზმაძის მოგონება სწორედ ამას ადასტურებს იმ მომენტში თავიდან გაკვირვებული ვიყავი მართლა არ ვიცოდი რა ხდებოდა უბრალოდ ყვირილი მესმოდა მე რაც დავინახე იყო რომ დაიქცა და მე რო გაიქცა და იძახდა პოლიციას ვანახებ ტელევიზორზე თუ არ დავდებ ნახავ შენო და უბრალოდ კითხა რომ აღარ დაეყარა რადგან მაგ დროს ვიღაც სტუმრები იყვნენ მოსულები და შერცვა კვანცის ნაგავი რომ დახვდა და რო ნახე სტუმრებმა მაგიტო შენიშნა მისცა მაგრამ შენიშნა არ მიიღო და ევროპულ სასამართლო პრაქტიკაში, როდესაც ექსპერტიზა, მაგალითად სამხარეული ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ფიზიკური კონტაქტი არ ყოფილა, ნებისმიერი სხვა ჩვენება განიხილება როგორც მანიპულაციური ზეწოლა. უცხოეთში მოსამართლეები სწავლობენ NLP-ს, რათა არ გახდნენ მსგავსი ციგნური ჰიპნოზის მსხვერპლი. საქართველოში კი, როგორც ჩანს, სისტემამ დაიჯერა ის, რაც მანიპულატორმა აჩვენა და არა ის, რაც მეცნიერულმა ექსპერტიზამ დაამტკიცა. ცივილიზებურ სამყაროში რეპუტაცია კაპიტალი, ხოლო მისი შელახვა ძარცვა. მარტივად რო თქვათ, სახელის გატეხვას თავის გატეხვა ჯობია. როდესაც ფაქტები დუმან, ხოლო ცილისწამება იმარჯვებს. ჩვენ გავართ მორალური კატასტროფის წინაშე. დასავლურ სამართალში ცილისწამება აღქმულია როგორც სამოქალაქო მკვლელობა. თუ შეერთებულ შტატებში ან ევროპაში ვინმე გაბედავს და ადამიანს საჯაროდ დასწამებს ფიზიკურ ძალადობას, რასაც მეცნიერული ექსპერტიზა უარყოფს. მსხვერპლი თავად ხდება ბრალდებული და მას ისეთი ფინანსური და სამართლებრივი სანქციები ატყდება, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება. რატომ არის საქართველოში მართლმსაჯულება ჩალიდაფარული? იმიტომ რომ ჩვენ სისტემას ჯერ კიდევ არ ესმის, რომ ცილისწამება უფრო მძიმე დანაშაულია, ვიდრე ფიზიკური დარტყმა, რომელიც არ ყოფილა. რეზო რაზმაძეს არ ჩაურტყამს, მაგრამ თვითონ მას ჩაარტყეს. წელს ქვევით დაარტყეს, სახელით, ოჯახით, შვილიშვილის ფსიქიკით. აუცილებელია პრეცედენტი, სადაც ცილისწამებისთვის სასჯელი იქნება იმდენად მკაცრი, რომ ნებისმიერ მანიპულატორს ხელი აუკანკალდეს, სანამ ტელეფონს მომართავს, საჯარო ლინჩის წესის მოსაწყობად. მართლმსაჯულება, რომელიც მხოლოდ მშრალ მუხლებს ეკრნობა და ვერ ხედავს დანგრეულ ცხოვრებას ბრმა. მაგრამ სამართალი, რომელიც ექსპერტიზას არ ითვალისწინებს და მანიპულაციას აკანონებს, დანაშაულებრივია. კანონი უნდა აღსრულდეს, თუნდაც სამყარო დაიქცეს. ეს ნიშნავს, რომ თუ მეცნიერება ამბობს, რომ არ ჩაურტყამს, მაშინ არც ერთი ემოციური სპექტაკლი არ უნდა გახდეს განაჩენის საფუძველი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხვალ ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება გახდეს მომდევნო მსხვერპლი იმ მედიური ჰიპნოზისა, რომელმაც სიმართლეს სამარე გაუთხარა. გვანცა ყველაზე საჯაროდ განაცხადა, რომ მასზე გახორციელა ფიზიკური ძალადობა, ორჯერ თავის არეში და ერთხელ ხელზე. საქმეში ჩატარდა ექსპერტიზები. კონტაქტი არ აღინიშნება არანაირი, რაც ასევე დაადასტურა და ვიხემცხანებად ვიდეოფონოსკოპიური ექსპერტიზი. მიუხედავად ამისა, სასამართლომ რეზო რაზმაძე დამნაშავედ ცნო. სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის პირველი ნაწილით. თუკი ფსიქოლოგიური მანიპულაცია რეზო რაზმაძის წინააღმდეგ იყო გამიზნული, მცირეწლოვანი შვილიშვილის სახის დაუფარავად ტირაჟირება, მედიის მხრიდან არის პირდაპირი ეთიკური კანიბალიზმი. ევროპული კონვენციებითა და ჟურნალისტური ეთიკის კარტით ბავშვის გამოსახულების გამოყენება მსგავს კონტექსტში კატეგორიულად აკრძალულია. იმიტომ რომ ინტერნეტს არაფერი ავიწყდება. მედიამ ეს ბავშვი აქცია იმ კადრად, რომელიც მას მთელი ცხოვრება გაჰყვება. უცხოეთში მსგავსი ფაქტის გამო ტელეარხი მიიღებდა მრავალმილიონიან სასჯელს ბავშვის ფსიქიკური ტრავმირებისთვის. საქართველოში რეიტინგის გამო მედიამ დააბულინგა ბავშვი, რომლის ერთადერთი დანაშაული ის იყო, რომ იმ წამს ბაბუის გვერდით იდგა და მის დამცირებას უყურებდა. როდესაც ბავშვი საკუთარ თავს ხედავს ყველა არხზე, სოციალურ ქსელებში, სადაც მის ყველაზე საყვარელ ადამიანს, ანუ ბაბუას აგინებენ და ლანძღავენ, ეს არის უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა.
მე უბრალოდ აღარ მინდოდა ხალხთან გასვლა. მაცალებდნენ სკოლაში წავსულიყავი, მაგრამ არ მინდოდა. მე შინოდა. ეს სიტყვები არის განაჩენი, არა მხოლოდ მანიპულატორისთვის, არამედ იმ ჟურნალისტებისთვისაც, რომლებმაც ბავშვის სახეს ბლერი, ანუ დაფარვა არ გაუკეთეს. ეს არის შეგნებული სისასტიკე, რეიტინგის სანაცვლოდ. მედია, რომელიც არ უფრთხილდება ბავშვის ანონიმურობას და მონაწილეობს ბულინგის ლეგალიზაციაში, მათ წინააღმდეგ კანონი უნდა იყოს დაუნდობელი. ნებისმიერი კადრი, სადაც არასრულწლოვანი იდენტიფიცირებადია ნეგატიურ კონტექსტში, უნდა იწვევდეს ავტომატურ სანქციას მედიას საშუალებაზე. წილისწამების მუხლთან ერთად აქ უნდა ამუშავდეს ბავშვის უფლებათა კოდექსი. იმ სამყაროში, სადაც ლაიქი უფრო მეტ სიწონის ვიდრე ბავშვის ცრემლი და 70 წლის კაცის ღირსება. ჩვენი მართლმსაჯულება მანამ იქნება ჩალით გადახურული, სანამ ექსპერტიზის დასკვნა და ბავშვის უფლება არ გახდება ხელშეუხებელი კანონი. ეს არის სამართლის ჩაგვრა. არენაზე გასულმა გლადიატორმა იცოდა, რომ შესაძლოა აღარ დაბრუნებულიყო. რეზო რაზმაძე დღეს ხმლით ხელში არ დგას. ის დგას თავისი სახელის წინაშე. მისი ისტორია შეიძლება იყოს ერთი ადამიანის ტრაგედია, ან შეიძლება იყოს გაფრთხილება. იქ სადაც სამართალი არ არსებობს, მაშინ ნებისმიერ სახელმწიფოს განაჩენი უკვე გამოტანილი აქვს. შეიძლება რომ ესე პატარა ადამიანმაც კი დაამარცხო დიდი გოლიათი. ახსენებს, რომ გოლიათი დაამარცხეო, მაგრამ რეალურად ომის დროსაც ტერი როშელის მოხუცებს და ბავშვებს არ ირჩია და მან პირიქით მოხუცი და ბავშვი გაამწარა. რა ბავშვის ფსიქიკა გაუფუჭა, თავისი ესე იგი ბავშვი ჩართა თავის ბინძურ კომპანიაში. მე ვნახე, რომ დიდი გველეშაპი დაირაზმა, რომ რაღაცა თქვა ზიანი მიეყენებინა. მადლობა ღმერთს, რომ ისე დროს ცხოვრობთ, როდესაც ერთი დასმენის გულისთვის არ შეიძლება რომ ტყავი გაგხადონ ციხეში. მიბრძოლებს სისხლის უკანასკნელ წერტამდე, ბოლო ამას ვთქვამთ. ჯერა რომ თუ აქაური სამართალი არა, ზეციური სამართალი გაიმარჯვებს ყოველთვის. ქველაძე თანამშრომლების მიმართ კონფლიქტური იყო. ზეწოლასაც ახორციელებდა, მაგრამ თვითონ გვანცა ქველაძეს თან ვერ ბედავდა რამის თქმას. მანიპულატორი იყო და ცდილობდა გავლენა მოეხდინა თანამშრომლებს. ფსიქოლოგიურად ვიყავი ძალიან ცუდად, დასტრესილი და ძალიან ემოციურ მდგომარეობაში ვიყავი ხშირად. და მალევე დავტოვე სამსახური იმ პერიოდში. ერთ 5 ჯერ დამირეკა ბატონმა რეზომ ალბათ და არ დავბრუნდი სპეციალურად მაგათ გამო. რო აღარ მინდოდა ეს ფსიქოლოგიური ზეწოლა მაგათ გამო. მართლა ძალიან სტრესში ვიყავი. რაც მართალია იმოსყვები. გონცა ქოლაძემ აი ყველაფერი გამოიყენა იმისთვის, რომ თვითონ თავი გამოიყვანოს მსხვერპლად. და ბატონი რეზო მოძალადე და დამნაშავე. როდესაც ბატონი რეზოს მიმართ განხორციელდა ეს ფაქტი, სწორედ ეს ჯგუფი მონაწილეობდნენ ამ საქმეში. ცდილობდა გვანცა ქოლაძე ადამიანის მიმართ ყოფილიყო დამცინავი, ზემოდან უყურებდა ხალხს, ამცირებდა კიდეც. თვითონ კი იძახის, რომ ბულინგის მსხვერპლი იყო ჩვენთან, როდესაც მუშაობდა და სამუშაო წლების მანძილზე აბულინგებდნენ. თუმცა მას შემდეგ რაც ეს კონფლიქტი მოხდა, ძალიან ბევრ თანამშრომელს აბულინგებს თვითონ გვანცა და მისი ახლობელი პიროვნებები აბნევს ეშმაკი ადამიანებს და აკეთებინებს ბევრ ბოროტებას. პირადად გვანცასგან არაერთი თანამშრომელი შემოსულა ნამდვილად ატირებული. დაბინძურებაზე ძალიან ბევრი შენიშვნა მივეცით გვანცას, თვითონ მეგობრებიც ისეც უხდებოდა, რომ თვითონაც ასუფთავებდნენ ამ გვანცას სივრცეს. და რაც შეეხება პრეტენზიებს, ძალიან ბევრი შემოდიოდა იმ პრეტენზიით, რომ გვანცა მათ დასცინოდა, მცუდად ექცეოდა. მაგრამ რატომღაც გვანცა ძალიან ეცოდებოდა და არ გავითვალისწინე ამ თანამშრომლების პრეტენზიები, რასაც ძალიან უნანობდა ყველა თანამშრომელს მინდა ბოდიში მოუხადო, იმისთვის რომ თავის დროზე გვერდში არ დავუდეთით და არ გავითვალისწინეთ მაგათი პრეტენზიები. რაღაცა გვანცა ყოველთვის თავს ისე იმართებდა, რომ მე ჰუმორი მაქვს ესეთი, მე ესეთი დამოკიდებულება, მაგრამ იმათ ესმით არასწორად და ძალიან ყოველთვის ესეთი ლამაზად შედიღბული იყო ხოლმე, რაც კარგად გამოსდიოდა.
მიდიოდა. იყო წინასწარ დაგეგმილი და მიზნულად გაკეთებული პროვოკაცია, იმიტომ რომ 67 წლის კაცი, რომელსაც შაქარი აქვს და ამ გუნზე 4 ოპერაცია გაკეთებული, მისი წყობიდან გამოყვანა ძალიან ადვილია. რეზო რაზმაძეებს ხვალ რომ რამე დაემართოს, ვერც ერთი ის ადამიანი, რომლებმაც გააუბედურეს ეს ადამიანი, ვერ გაიხარებს ამ ქვეყნად, იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ცოდვა, რომელიც ჩაიდინეს ამ ადამიანებმა. მე მახსოვს, ერთხელ ეს კაცი სამოქალაქო პროცესი იყო, გული ცუდად გაუხდა, წაიქცა და კინაღა მოკვდა პროცესზე. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეხლა მანდამეც უნდა მოკვდეს ეს ადამიანი, ხალხო? გვანცა უშუალოდ უზრდელი გოგო იყო ძალიან. ჩემს მიმართ კი არა, ყველას მიმართ. მარტის თვეში 2023-ის მარტის თვეში დაახლოებით თუ სწორად მახსოვს, გვანცა წავიდა, რა თქმა უნდა, იმ პრეტენზიებით, რომ არასუფთავებდა პირად სივრცეს, რეჟიმი ჰქონდა აბსოლუტურად მოუწესრიგებელი, როცა აწყობდა მიდიოდა, როცა აწყობდა მოდიოდა და საქმის კურსში არავის არ გვაყენებდა. დაახლოებით ორ თვეში დაბრუნდა ისევ ბატონ რეზოსთან თხოვნით, რომ ქონდა ძალიან ბევრი ვალები და ძალიან ჭირდებოდა ეს სამსახური. მისი დაბრუნება, როგორც მე გამოჩნდა, არ იყო სამსახურში დაბრუნება და მუშაობა. ის მოვიდა სამსახურში ფილმის გადასაღებად, რომ შეექმნა კონტაქტი ფილმის წინააღმდეგ და ჩვენ წინააღმდეგ, დამსაქმებლის წინააღმდეგ. დაბრუნა საწყის პოზიციაზე, რასაც რა თქმა უნდა იგივე კონფლიქტები მოყვა, გვანცა ნამდვილად არ გამოსწორებულა პირიქით. გვანცა ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ კონფლიქტში შესულიყო ნებისმიერთან. და ის ბოლო სიუჟეტიც რაც მოხდა, აი თითქოს მზად იყო ამ ყველაფრისთვის გვანცა, დაგეგმილი ქონდა ყველაფერი. როგორც კი გავიდა სტამბის სივრცედან იმ ვიდეო რაღაცა თავისი ჩანაწერით, ეგრევე წერს, რომ აი მე მოვიპოვე ვიდეო მასალა, მე მივდივარ საპატრულოში, შრომით უსაფრთხოებაში, ექსპერტიზაზე, აი ჩამოთვლილი ქონდა აბსოლუტურად ყველა ნაბიჯი, გაწერილი ქონდა რა უნდა გაეკეთებინა. და აი ნახოთ რა მოყვება ამ ყველაფერზე, რა თქმა უნდა, მეც დამიფუქრა. გვანცა დაბრუნდა მე მგონი ბატონი რეზოსთვის, რომ მოეწყო ეს ყველაფერი, რაც ეს არის კარგად ორგანიზებული პროვოკაცია, რომელიც დაიწერა, დაიგეგმა და განხორციელდა ეგრეთ წოდებული ზონდერ ფემინისტური ჯგუფის მიერ, რომლის ხელმძღვანელი გახლავთ ბაბუცა პატარაია და კარგად მოგეხსენებათ, სწორედ ეს ადამიანი წლების განმავლობაში უტარებდა ტრეინინგს მოსამართლეებს, პროკურორებს და ეხლა მე სულ არ მიკვირს, რომ სიმართლე რო გითხრათ, აი ეს განაჩენიც დადგა, იმიტომ რომ ჯერ კიდევ არ განთავისუფლებულა გარკვეული მარწუხებისგან პროკურატურა, სასამართლო, აი ამ ზონდერ ფემინისტებისგან. მე მახსოვს, რომ პროკურატურის სტრატეგიული გეგმის შემუშავების დროს ბაია პატარაია მონაწილეობდა ამ ყველაფერში, ჩვენ ამის მამხილებელი მტკიცებულებებით წარმოვადგინეთ. ფაქტმა რაღაცა წინა პერიოდში იყო ბათუმში რაღაცა რესტორნის სკანდალი, რომ მოხდა, რომ აი დირექტორმა თანამშრომელი ცემა და მე ყველა თანამშრომელს კომპენსაცია დაურიგდა, ამითი რაღაცა წახარისებულები რო იყვნენ, ზუსტად ვიცი, იმიტომ რომ მან ამბობს გვანცა თავის ადვოკატთან ერთად, რომ აი ბათუმში დაიჭირეს დირექტორი, ყველას კომპენსაცია დაურიგეს და აქ რა თბილისში რა სხვა კანონია, არა და აბსოლუტურად სხვადასხვა პრეცედენტი იყო. ანგარება ამოძრავებდა და ამოძრავებს დღესაც, იმიტომ რომ დავინ ხედავ რომ შეიტანა კიდევ უფრო გაზარდოს მორალური ზიანი და უშუალოდ პირველი ინსტანციამ დაუკმაყოფილა უნდა რომ უზენაეში გაზარდოს კიდევ უფრო. ანუ გამდიდრების აი ესეთი უკანონო ფორმით, თანაც ისე, რომ საზოგადოებისგან მხარდაჭერილი იყოს აი მსხვერპლი და კონცე ცდილობდა აი გავლენის თავისი გავლენის ქვეშ მოექცია თანამშრომლები ყველასთან, ისეთის ჰქონდა რაღაცა არიგებდა ყველას და აი თქვენ ხო ჩემ გამო დადიხართ აქ და თქვენ ხო მე მოგწონვართ და რაღაცა ესეთი დიალოგებზე მომიკრია ყური. თქვენ ხო არაერთხელ გითქვამთ, რომ აი მარტო ჩემ გამო მოდიხართ სამსახურში. ჩემი დანახვა გიხარია და რაღაცა ის მოძღვრავდა გოგოებს, რაღაცა მაგას მაშინ ვერ მივხვდი რა დატვირთვა ქონდა ამას. იმისათვის რომ ჩავწუდეთ ამ მზაკვრული პერფორმანსის არს, უნდა გვესმოდეს რომ საქმე გვაქვს არა ემოციურ აფეთქებასთან, არამედ ნეიროლინგვისტური პროგრამირების, NLP-ს დესტრუქციულ აქტთან და ეგრეთ წოდებული ბოშური ჰიპნოზის კლასიკურ ტექნიკასთან. განსაკუთრებაზე ქმედებები შემთხვევით არ იყო.
ეს იყო ქირურგიული სიზუსტით დაგეგმილი ფსიქოლოგიური ტერორი. Ყველაზე გამოიყენა ვიზუალური და ვერბალური ხმაური. ხელების ქაოტური ექსპანსია და გამჭოლი ყვირილი ემსახურებოდა 70 წლის დიაბეტით დაავადებული რეზო რაზმაძის სენსორულ გადატვირთვას. ეს არის ბოშური ჰიპნოზის საბაზისო ილეთი. მსხვერპლის დეორიენტაცია იმ დონემდე, რომ მას საერთვას ადეკვატური რეაქციის უნარი. დააკვირდით ამ აბსურდს. ამ ხელაშვილიშვილის ტოლი ვარ. ამას აცხადებს სრულიად ფორმირებული 38 წლის პროვოკატორი ქალი. ეს არის ვერბალური დივერსია, გათვლილი არა დირექტორზე, არამედ იმ სასარგებლო იდიოტების არმიაზე, რომლებიც ეკრანებს მიჯაჭულნი, ყოველგვარი კრიტიკული ფილტრის გარეშე, ყლაპავენ ამ მყრალ ფაბრიკაციას, სანამ ბრბო ამ უმწეო გოგონას ილუზიით იკვებებოდა, კატრს მიღმა მძვინვარებდა აგრესიული ამორალურობის ნიაღვარი, ფილწი ეპითეტების, გინებებისა და ფსიქოლოგიური შტურმის კასკადი. ეს არის კლასიკური ვიზუალური პარაზიტიზმი. ეხლა მითხარი, რის გამო მეუბნებით ეგეთ რაღაცას? ბატონმა რეზომ, როდესაც გვანცას შენიშვნა მისცა თავისი სივრცე დაელაგებინა, გვანცა ყურადღებას არ აქცევდა ბატონ რეზოს შენიშვნას, როგორც უნდოდა თვითონ ისი აკეთებდა ყველაფერს, ისევ ჩვეულებრივ განაგრძობდა თავისი სივრცის დაბინძურებას. გვანცა ქველაძემ დადგა სავალალო სპექტაკლი, სადაც მტაცებელი მსხვერპლის ტყავში გაეხვია, ხოლო მაყურებელმა საკუთარი უმეცრებით ეს ტოქსიკური მირაჟი ჭეშმარიტებად მიიღო. ეს იყო ვიზუალური ტყუილის ტექნოლოგია და ექსპერტიზის იგნორირება. ქველაძემ ბრწყინვალეთ იცოდა. სოციალური ქსელების ბრბო არ კითხულობს ექსპერტიზას. მას ესმის ბრბოს ფსიქოლოგია, ბრბოს სჭირდება სკანდალი და არა ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ მაღალი კვალიფიკაციის ექსპერტებმა, გია დეკანოზიშვილმა, სამხარეულის ექსპერტებმა და მაია ნიკოლეიშვილმა დაამტკიცეს, რომ არანაირი ფიზიკური დარტყმა არ განხორციელებულა. გვანცამ გამოიყენა ვიზუალური ტყუილის ტექნიკა. მან ხელების ინტენსიური ქნევით დადგა დაბიო სპექტაკლი, რომელიც კამერის რაკურსმა დარტყმად ეს არის კლასიკური ვიზუალური ფაბრიკაცია, როცა მანიპულატორი აიძულებს კამერას დაინახოს ის, რაც ბუნებაში არ მომხდარა. ფსიქოლოგიური მკვლელობა, ბავშვი როგორც ვიზუალური ნადავლი. ამ საქმეში ყველაზე ამაზრზენი და გაუგონარი დანაშაული სკოლის მოსწავლე ბავშვის წინააღმდეგ განხორციელდა. გვანცა ქველაძემ და მისმა მედია მფარველებმა ფეხქვეშ გათელეს ბავშვის უფლებათა კოდექსი და ყოველგვარი ჰუმანური პრინციპი. ბავშვი, რომელიც საკუთარი პაპის დამცირებას უყურებდა, მედიამ ცივსისხლიან ვირუსულ კონტენტად აქცია. ათასობით ნაძირალა სოციალურ ქსელში ამ პატარა ბავშვის თვალწინაგინებდა მის პაპას ყველაზე ბილწი და საზიზღარი სიტყვებით. ამ ფსიქოლოგიურ მკვლელობას ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია. ეს არის კოორდინირებული შტურმი ადამიანურ ღირსებაზე, სადაც ბავშვის ფსიქიკა მხოლოდ ინსტრუმენტია მანიპულატორის ხელში. გვანცა ქველაძის ქმედებებში თვლინდება თაღლითობა, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ზე მუხლის დანაშაული. სანამ რეზო რაზმაძისგან ფულს ითხოვდა, ის ფარულად მუშაობდა GGS-ში და სახელმწიფოს უმალავდა შემოსავლებს, რაც დასტურდება თავად ამ კომპანიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეო მასალებში. ცრუდასმენა, სისხლის სამართლის კოდექსის 373 მუხლი. მოვიხარე წელში, დამატებით ვიგზენი ტკივილი თავის არეში და დამატებით ის ვიგზენი რა თქმა უნდა, რომ კიდევ ორჯერ თუ სამჯერ დამარცხა თავის არეში. ანუ ხელში ჩამარცხა ჯერ თავიდან და მერე თავში რა დროსაც რა ვიცი ხა. ანუ იმ მომენტში მით უმეტეს ანუ რავი მან ფიზიკურად უფრო შედარებით ისე სუსტად ვიყავი, ანუ ჩემ ვთქვათ წონას გულისხმობ და მისი ერთი დარტყმაც კი ჩემთვის საკმარისი იყო, რომ იატაკზე აღმოჩნდი და რა თქმა უნდა ეს ტკივილთან ასოცირდებოდა და რა ვიცი ის ტკივილიაც მისი შეხებით ვიგრძენი, ანუ იმ მომენტშივე აღქმადი იყო ჩემთვის. მან სასამართლოზე შეცვალა ჩვენება, თავდაპირველად დარტყმების რაოდენობა სხვა ციფრი დაასახელა. შემდეგ კი გაზარდა, რათა განაჩენი დაემძიმებინა. მხარე ამბობს, რომ სამჯერ იქნა დარტყმა მიყენებული თავის არეში. თუ სამჯერ იქნა დარტყმა მიყენებული, აუცილებლად რაღაც გარკვეული დაზიანება იქნებოდა დაფიქსირებული. რაც არანაირად არ მოხდა ამის დაფიქსირება, რაც მიანიშნებს ხარის მიერ ცრუ და არასწორი ინფორმაციის
ექსპერტიზ მიწევდებას გამოძიებისათვის. Როგორც სასამართლომ, როდესაც იზიარებს ამ ჩვენებას და ბრალის ფორმულირებას იმგვარად, რომ სამჯერ დაარტყა თავის არეში და დაზიანება არ არის დაფიქსირებული, ეს ხო თავდაყირა აყენებს ყველა იმ პოზიციას, რომელიც გვანცა ქველაძემ დააფიქსირა. ეს არის სასამართლო რეკეტი. ასევე გვანცამ მედიაში განაცხადა, რომ როდესაც გადაღება შეწყდა და წაიქცა, რეზომ აგრესიულად კვლავ გააგრძელა ვითომდა მისი ცემა. ხელში ჩარტყმული ხელი ჩემთვის აღმოჩნდა საკმაოდ მტკივნეული და შემდეგ უკვე ვიძენით თავში ჩარტყმა. ჩავატარეთ სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, ჩვენ ვიღებთ რა სურათს, რომ დარტყმითი კონტაქტები არ დაფიქსირებულა, არანაირი დარტყმა არ განუხერხებია რეზო რაზმაძეს. ამასთან დაფიქსირდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზით, რომ დაზიანება, რომელიც მიადგა მხარეს, ეს არის წაქცევის შედეგად, რომელიც თვითონ წაიქცა და სხვას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია ამ წაქცევაში. ასევე მოწმეთა ჩვენებებით არის დაფიქსირებული ის, რომ დარტყმითი კონტაქტი არ მიუყენებია რეზო რაზმაძეს. თავში ჩარტყმა ვიგზენი და რის შემდეგაც მე დავეცი იატაკზე. არადარა უყოთ შენობაში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერს. ის ხო სხვა სურათს გვიჩვენებს. ორსული დედობის ბულინგი, მისი და სავარაუდოდ მისგან მართული ჯგუფების მხრიდან თანამშრომლების ჩაგვრა და დაშინება სისტემატიურ ხასიათს ატარებდა. ეს არის სისტემური დანაშაული, რომელიც მსხვერპლის ნიღბით დაიფარა. ფრთხილად ირავით, სამართალი არ მუშაობს. ეს საქმე არის პრეცედენტი. ხვალ ნებისმიერი თქვენგანი გახდება მომდევნო კადრი ვიღაცის ტელეფონში. ეს არის კოორდინირებული შტურმი ბიზნესზე, სადაც ადვოკატები, თამუნა გაბაიძე და მედია ზონდერები ერთად მუშაობენ ადამიანის გასანადგურებლად. გვანცა ქველაძე უნდა წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე, არა როგორც მოდავე მხარე, არამედ როგორც კრიმინალური მანიპულატორი. მოდი გავშიფროთ მანიპულატორის ციტატები ფსიქოლოგიურად და დავადგინოთ, როგორ შეიძლება 70 წლის პენსიონერი კაცის წყობრიდან გამოყვანა. ანუ ეხლა მითხარი რის გამო მეუბნებით ეგეთ რაღაცას? ტექნიკა და კითხვის რეჟიმის ჩართვა. გაშიფრა. გვანცა საუბარს თავდაცვით არ იწყებს, არამედ იგი მოქმედებს თავდასხმითი შეკითხვით. ის აიძულებს პენსიონერ კაცს თავი იმართლოს საკუთარ საწარმოში გაცემული შენიშვნის გამო. ეს არის ძალაუფლების ბალანსის ხელოვნური შეცვლა. მე არ ვარ, ანუ მართლა გადაგიღებთ, აი თუ ეხლასაც მეუბნები, თუ მართლა ეს არ ვანახო, აი ნებისმიერ ადამიანს ვის მართლა შემოწმებს დაიქცა. ტექნიკა, რეპუტაციული შანტაჟი და მომავლის ნეგატიური პროგრამირება. ეს არის მთავარი კოდი, რადგან ცხადია, გვანცა არ ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას. მისი მიზანია დირექტორის დაშინება საჯაროობით. სიტყვა მართლას მრავალჯერადი გამოყენება ემსახურება მსხვერპლის ფსიქოლოგიურ გაჭედვას, მოსალოდნელის საფრთხის მოლოდინში. მათხოვარი ვინც არის მაგასაც განახებ, აი მართლა ვინ არის მათხოვარი და არ ვიმსახურებ ეგეთ რაღაცებს. რას ვაკეთებ ახლა აქ იყო ყველა ადამიანი დაინახეს რა მითხრეს. ტექნიკა, მსხვერპლის როლის მორგება. ეს იყო მისთვის დიდი დოზის ვიტამინი. გაშიფრა. იგი დირექტორის მიერ აღელვებულ მდგომარეობაში ნათქვამ სიტყვას იყენებს მორალური უპირატესობის მოსაპოვებლად. ის მომენტალურად ახდენს ფოკუსირებას შეურაცხყოფაზე, რათა გადაფაროს საკუთარი დანაშაული, ნაგვის დატოვება და დაუმორჩილებლობა. ამ შვილი სტოლი ვარ. ტექნიკა, ასაკობრივი მანიპულაცია და ემოციური ტრიგერი. გაშიფრა. ეს არის NLP-ს ერთ-ერთი ყველაზე მზაგრული ხერხი. იგი დირექტორს ახსენებს შვილიშვილს, რათა გაუღვიძოს მას დანაშაულის გრძნობა. თანაც 12 წლის ბავშვი ხომ გვერდით ედგა. ეს ფრაზა გათვლილია არა დირექტორზე, არამედ ჩანაწერის მომავალ მსმენელზე, რათა შექმნას ილუზია ბორუტი მოხუცი versus უმწეო გოგონა. მე დამლაგებელი არ ვარ და ჩემ მოვალეობაში არ შედის, რომ ეს ყველაფერი დავალაგო. ტექნიკა, ინსუბორდინაციის ლეგალიზაცია. გვანცა ელემენტარული ჰიგიენის დაცვას წარმოაჩენს როგორც ღირსების შემლახავ შრომას. ეს არის სამუშაო პროცესის საბოტაჟი, რომელიც მიზნად ისახავს უფროსის მდგომარეობიდან გამოყვანას. მუშაობ დილიდან 9 საათიდან მუშაობ 7-8 საათამდე. მე აქედან რომ დაღლილი გავალ და დაღლილო ვიქნები, მე ეს დავალაგო. და არის ფაქტების ტირაჟირება, გაზლაითინგი.
კაშიფრა. მიუხედავად იმისა, რომ რეალურად 12 საათზე მოდიოდა, ჩანაწერში ის სპეციალურად აფიქსირებს მძიმე სამუშაო გრაფიკს. ეს არის მტკიცებულების ხელოვნური შექმნა, ექსპლუატაციის იმიტაციისთვის. ვიდეო ჩანაწერი აშკარად ადასტურებს, რომ გვანცაკველაძე მოქმედებდა წინასწარი განზრახვით. კველაძე თანამშრომლის ამპლუაში კარგი სცენარისტია, რომელიც კამერისთვის ქმნის კონტენტს. დირექტორის ყოველი სიტყვა მისთვის მასალა გახლავთ, რომელსაც ის შემდგომ მანიპულაციურად იყენებს. სივრცის ოკუპაცია. როცა საუბრობთ манипуляციაზე, უნდა გავითვალისწინოთ არა მხოლოდ სიტყვები, არამედ განსაკველაზის მოქმედების დინამიკა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბოშური, იგივე ციგნური ჰიპნოზის ტაქტიკასთან. მოწმეთა ჩვენებები და ვიდეო ჩანაწერი ადასტურებს, რომ იგი იყენებდა ექსპანსიურ ჟესტიკულაციას. ხელების ფართოდ გაშლა და ქაოტური მოძრაობა, манипуляციის არსი. ეს არის ეგრეთ წოდებული ვიზუალური ხმაური. ხელების ფართოდ ქნევით манипуляტორი ახდენს მსხვერპლის მხედველობის არეალის სრულ ოკუპაციას. 70 წლის კაცისთვის, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, ასეთი მკვეთრი მოძრაობები იწვევს თავბრუსხვევას და ორიენტაციის დაკარგვას. მიზანი: დირექტორის ფიზიკური და ფსიქოლოგიური კუთხეში მიმწყდება და ხელების ქნევა ქმნის ილუზიას, თითქოს ის თავს იცავს. სინამდვილეში კი ეს არის ინვაზიური იერიში, სხვის პირად სივრცეზე. იძულებითი პროვოკაცია. ჟესტიკულაციით იგი აიძულებდა დირექტორს გაეკეთებინა საპასუხო მოძრაობა, მაგალითად ხელი აეწია თავდაცვის მიზნით ან ტელეფონის მოსაშორებლად. სამართლებრივი ხაფანგი. ეს არის დაგეგმილი თავდაცვა. გვანცა სპეციალურად იქნევდა ხელებს დირექტორის სახესთან ახლოს, რათა მას რეაქცია ჰქონოდა. სწორედ ეს მომენტი იქნა გამოყენებული კამერით, როგორც ძალადობა, მაშინ როცა რეალურად ადგილი ჰქონდა манипуляტორის მიერ მსხვერპლის ფიზიკური იძულებას. სიტუაცია კიდევ უფრო მეტად გაამწვავა მესამე პირის გამოჩენამ, რომელიც შეკავების მიზნით ხელის აწევით მოუწოდებდა რეზოს თავი შეეკავებინა აგრესიისგან. ხელების ფართო აგრესიული ჟესტიკულაცია, რომელიც ბოშური ჰიპნოზის კლასიკური ილეთია, მიზნად ისახავდა მოხუცი კაცის ვიზუალურ დეორიენტაციას. იგი ხელებს იქნევდა იქამდე, სანამ დირექტორი იძულებული არ გახდა ფიზიკურად დაეცვა საკუთარი სივრცე. NLP არის ფსიქოლოგიური ტექნიკების ერთობლიობა, რომელიც ადამიანის ქვესწნობიერზე ზემოქმედებას ახდენს. გვანცამ ეს ტექნიკები გამოიყენა ეგრეთ წოდებული პროვოკაციული ნარატივის შექმნისთვის. გვანცამ გამოიყენა ფრაზა: ამ ხელა შვილიშვილის ტოლი ვარ. ეს უბრალო სიტყვები არ გეგონოთ. NLP-ში ეს არის მსხვერპლის როლის დაანკერება. მან საზოგადოების ქვეცნობიერს მიაწოდა კოდი: მე პატარა და სუსტი ვარ. ის კი დიდი და მჩაგვრელი. რეალობის დამახინჯება. როდესაც ექსპერტიზა სამხარეული ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ დარტყმა არ ყოფილა, გვანცამ მაინც ყვირის ჩამარტყაო. ეს არის NLP-ის ტექნიკა, სადაც ნარატივი უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფაქტი. მან შექმნა ვირტუალური რეალობა, სადაც მისი ტყუილი ექსპერტიზის დასკვნაზე ხმამაღალი აღმოჩნდა. ბოშური ჰიპნოზი, ცნობიერების პარალიზება. ბოშური ჰიპნოზი, იგივე ხუჭის ჰიპნოზი, არ არის მაგია. ეს არის სენსორული გადატვირთვა, რომელსაც განსაკველაზე იდეალურად ფლობს. ვიზუალური და აკუსტიკური შტურმი, ხელების ფართოდ ქნევა, სახესთან მიტანილი ტელეფონი და დაუსრულებელი ყვირილი. ეს არის ბოშური ჰიპნოზის კლასიკური დასაწყისი. მიზანია მსხვერპლის, ანუ 70 წლის დიაბეტიანი კაცის ტვინის ინფორმაციული გადატვირთვა. ადამიანის ტვინი ვერ ასწრებს ამდენი აგრესიული სიგნალის დამუშავებას და გადადის შოკურ მდგომარეობაში. პირადი სივრცის ინვაზია, ხელების ქნევითა და სხეულის მიწოლით, მან აიძულა რეზო რაზმაძე გაეკეთებინა თავდაცვითი მოძრაობა. სწორედ ეს არის ბოშური ხრიგი. აიძულა მსხვერპლი გააკეთოს ის მოძრაობა, რომელიც კამერაში აგრესიად გამოჩნდება. ეს ყველაფერი მსახურებოდა ერთადერთ მიზანს: ცალკე უკანონო გამდიდრებას, ცალკე ბიზნეს რეკეტს და საბოლოო ჯამში ახალი პრეცედენტის შექმნას. თაღლითური სქემის სამართლებრივი კვალიფიკაცია. სისხლის სამართლის კოდექსის 373 მუხლი, ცრუდასმენა, დანაშაული. განსაკველაძემ შეგნებულად მოატყუა მართლმსაჯულება. ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ დარტყმა არ ყოფილა. მისი ყოველი სიტყვა დარტყმის შესახებ არის სისხლის სამართლის დანაშაული. სისხლის სამართლის კოდექსის 180 მუხლი, თაღლითობა, დანაშაული. სანამ ის მსხვერპლის როლს თამაშობდა, ფარულად მუშაობდა GGS-ში და სახელმწიფოსგან სუბსიდიებსა და რეზო რაზმაძისგან ხელფასის თაღლითურად მითვისებას ცდილობდა. ბავშვზე ძალადობა.
სკოლის მოსწავლე ბავშვის წინაშე ასეთი სპექტაკლის დადგმა და მისი სახის მედიით გაშვება არის ფსიქოლოგიური ტერორიზმი. და რა თქმა უნდა, გვანცაკველაძე, როგორ შეიძლება იყოს მსხვერპლი? ვის მოუვიდა ეს სისულელე თავში აზრად? ის არის სივსისხლიანი მანიპულატორი, რომელმაც გამოიყენა NLP და ბოშური ჰიპნოზი ბიზნესის რეკეტისა და უკანონო გამდიდრების მიზნით ადამიანის სიცოცხლის გასანადგურებლად. ბუნებრივია ამას ავხდით ფარდას და დავანახებთ საზოგადოებასაც, რომ რეალობა სულ სხვა რამე არის. მხოლოდ შპს რეზონი არ არის დაზარალებული, ზარალდება მთლიანად აი ბიზნესი, როდესაც აი მსგავსი ქმედებების და პრეცედენტების გამრავლება მოხდება და შეიძლება მოხდეს, იმიტომ რომ 1000 ბოროტი აზრის მქონე ადამიანი დაიარება და ფიქრობს როგორ იშოვოს ფული და აი ერთ-ერთ ჩათვლის რომ ასე შეიძლება იშოვო ფული, რომ ხელმძღვანელს ასე გაუმართოს სცენები და შემდგომ უკვე ტელევიზიებისა და სხვა საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით შენ როგორც ასე ვთქვათ რიგით თანამშრომელი აღმოჩნდე დასარალებული თანაშაულებრივი კავშირები და მეთოდები. გაბაიძე მოქმედებს როგორც დირიჟორი გვანსაკველაძისნაირი მანიპულატორებისთვის. იკვეთება გარემოებები, სადაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი სავარაუდოდ მასთან კოორდინაციით ახორციელებდა იმ თანამშრომლების დაშინებასა და ბულინგს, რომლებიც ბატონი რეზოს სასარგებლო ჩვენებას აძლევდნენ. ხო, ამ კომპანიაში მუშაობენ და რომელთანაც უბრალოდ არ მქონდა ცუდი ურთიერთობა. და ვერ წარმოვიდგენდი თუ მსგავს რაღაცებს იკადრებდნენ. როგორც ჩანს, მათ დავიწყდათ, რომ ცრუ ჩვენება დანაშაულია და ამ ყველაფერს აუცილებლად, მე და ჩემი ადვოკატი ვფიქრობთ, რომ სამართლებრივად მივხედოთ. ეს არის მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლა. სისხლის სამართლის კოდექსის 364 მუხლი. როდესაც ჩვენ საუბრობთ აი პროვოკაციაზე. ასეთი პროვოკაციები მოეწყო არა მარტო რეზო რაზმაძის მიმართ, ასევე ეს პროვოკაციები მოეწყო უამრავი ხელისუფლების წარმომადგენლის, სპორტსმენის, წარმატებული ადამიანის მიმართ, იმიტომ რომ შემდგომ გამოიყოფა დიდი გრანტები და ეხა უბრალო ადამიანი თუ რაღაცა გაებმევა მახეში, იმდენად მეტი სოლიდური თანხები არ მოდის უცხოეთიდან და აი ამ ფოკუს ჯგუფების მიზანია რომ მახეში გააბან წარმატებული ადამიანები და შემდგომში შექმნან მათგან რაღაცა ბუა, რომელიც თითქოს ესე იგი ქვეყანას ანგრევს. აი თუნდაც ეხლა ბოლო მაგალითები ავიღოთ ჩვენ. ბექა დავითულიანი პარლამენტის დეპუტატი. პროვოკაციის ერთ-ერთი მსხვერპლი, როდესაც 9 აპრილს მივიდა ეს ადამიანი და დადო ყვავილები და რაღაცა უნდოდა რომ რაღაცა წუთიერი დომელით პატივი მიეგო დაღუპულების ხსოვნისადმი და იქ მოაწყვეს პროვოკაცია, არ მისცეს უფლება რომ გასულიყო იმ ადგილიდან, ალყა შემოარტყეს ბექა დავითულიანს და ბექა დავითულიანი აი ამ ძიძგილაობის დროს მოხდა ისე რომ რაღაცა ხელი კრა თუ რაღაცა ზემოქმედება მოხდა და წაიქცა ქალბატონი. ჩვენ კი იმას კი არ ვიძახით რომ ბექა დავითულიანი ამ შემთხვევაში დამნაშავე, მაგრამ იდენტური სიტუაცია რეზო რაზმაძესთან დაკავშირებით. რეზო რაზმაძე საერთოდ ხელიც არ დაუკარებია და იქ რაღაცა გარკვეული ზემოქმედება ჩანს. ესე იგი, რა გამოდის თუ პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი, თუ საკრებულოს წევრი არ ახარ, ესე იგი უნდა დაისაჯო, ხო? აი ეს არის ლაიტმოტივი, ელემენტარული ჭეშმარიტება. საკრებულოს წევრი გახდათ ჯიშკარიანი, რომელიც არის ძალიან პატრიოტსანი, ძალიან წესიერი ადამიანი და ისიც მსხვერპლი გახდა ერთ-ერთი მისი ხელქვეითი თანამშრომლისა, რომელმაც მოუწყო ასევე პროვოკაცია ბატონ ჯიშკარიანს საკრებულოში, თითქოს მან იძალა და მასზე ეს ადამიანი საავადმყოფოშიც კი მოხვდა ამის გამო, დაიდგა რაღაცა სცენარი, თითქოს რაღაცა დაზიანებებიც მიაყენა, რაღაცა ისეთი ძალადობაც უნდოდა რაღაცა და ესე იგი მთელი მედიის საშუალებით ეს ბატონი ჯიშკარიანი გამოცხადდა მოძალადეთ. სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული საკრებულოს დეპუტატის ილია ჯიშკარიანის საქმე საქალაქო სასამართლო არსებითად განიხილავს. პროკურატურამ თამთა თოდაძეზე სექსუალური ხასიათის ქმედებასა და ცემის ფაქტზე მას ბრალი 2019 წელს წარუდგინა. როდესაც შეეცადა ჩემზე სექსუალურ ძალადობას, რომ ვერ დავაღწიე თავი, მე უცებ დავინახე ტელეფონი, რომელიც იქვე იდო გვერდით. და
ანუ იცოდეთ მე ბატონელი გამიშვით ხელი, თორე ვიღებ იცოდეთ ხა. ეს იყო თავდაცვის მექანიზმი და ამაგდო ძირს და ეს ტელეფონი ერთი 5 ჯერ დააგდო ძირს, დაემტრია. მე მინდა რომ ერთ წამით მე მინდა რომ ისიც თქვა რომ ეს არ არის მხოლოდ ჩემი ბრძოლა. ბრალი არავის არ წაუყენეს, დაკავებული არავინ არ არის მაშინ, როცა ძალიან ძლიერი მტკიცებულებები არსებობს საქმეში. საბოლოოდ ამ ადამიანმა მიაღწია წარმატებას და ის რომ ეს პროვოკაცია იყო დადგენილი იქნა და ეს ყველაფერიც იმიტომ მოხდა რომ ეს ადამიანი იყო სახელმწიფო გუნდის წევრი. მერე შემდგომში ჩვენ ნახეთ ასევე ეხლახას მოხდა ამგვარი პროვოკაცია ბოტანიკური ბაღის მფლობელი ზურა შევარდნაძე, რომელიც არის ასევე ძალიან ისეთი კარგი პიროვნება საზოგადოებისათვის, ყველასათვის ესეთი ავტორიტეტული პიროვნება, ყველას უყვარს. ამ ადამიანსაც პროვოკაცია მოუწყო მისმა ერთ-ერთმა ხელქვეითმა დასაქმებული, რომელიც იყო იქ ქალბატონი. მისეზი რა არის თქო ვეკითხები. და ზუსტად ეს მეორედ დავუსვი ეს კითხვა, ესე წინ მიზის დაახლოებით 30 სანტიმეტრში, ესეთი გაშლილი ხელით, ესეთი გაფართოებული თვალები და საშინელი აგრესია უცბად სახეზე არ ვიცი როგორ გადაიქნა, ესე დამიბრახუნა ძლიერად წინ მაგიდაზე ხელი და გააჩვი აქედან. თითქოსო მეო შეურაცხყოფა მომაყენაო, მთელი სოციალური ქსელი ლანძღავდა ბატონ ზურა შევარდნაძეს, რომ თურმე ის ესე იგი თანამშრომლებს მონებივით ეკცევა და ყველა ელოდებოდა რომ ბორკილებს დაადებდნენ. მაგრამ აქაც ამ შემთხვევაში იმოქმედა იმან, რომ ეს ადამიანი არის საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანი, საპატივცემულო ადამიანი, მის აი ამ ბაღში ხშირად არის ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ავტორიტეტული ადამიანები, უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანები და როგორც ჩანს აი ამან გაჭრა და რეალურად სამართალმაც იზეიმა და ზურა შევარდნაძეს არავითარი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. ჩვენ გვახსოვს ასევე შემთხვევა ცნობილი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის შემთხვევა, როდესაც ნიკოლოზ ბასილაშვილს ასევე მისმა ყოფილმა ცოლმა მოუწყო პროვოკაცია, თითქოს მასზე იძალა და კადრებიც გავრცელდა. ჩაალაგე ასეც მე და გადადია ზიზასთან. როგორ მაგჭი პროსტა არ ადამიანი ხარ მოვედი სამში და არ დავუყრა გამოძიების მიმდინარეობისას საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებებით გამოიკვეთა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ნელი დოროყაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა გენდერული ნიშნით განხორციელებულ არაერთი ფიზიკური ძალადობის ფაქტს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა აი ამ პროვოკაციიდან თითქმის ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია. მისი საჩოგბურთო კარიერა ფაქტობრივად დასრულდა, იმიტომ რომ ამ კაცმა თამაში ვეღარ მოიგო, იმიტომ რომ როდესაც შენ ასეთ სტრესში გამყოფებენ, ეს კი არა დაკავებულიც იყო რაღაცა 2 დღე, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო სხვებთან შედარებით, სხვებისგან განსხვავებით, როგორც ჯიშკარიანზეც დაიწყო, ასევე ამაზეც დაიწყო გამოძიება და ესე იგი კაცი ჯოჯოხეთი გაიარა ჩოგბურთის ფედერაციის, მსოფლიო ფედერაციას მიმართეს წერილით, მოხსნეს ეს კაცი ტურნირიდან, ერთ-ერთი ტურნირიდან სხვათა შორის. ამ კაცს სახელი გაუტეხეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ საბოლოოდ კი მოიგო ამ კაცმა, მაგრამ რის წყალობით მოიგო? იმის წყალობით მოიგო, რომ ცნობილი ადამიანია და საქვეყნოდ საყვარელი ადამიანია და საქართველოს ნომერი პირველი ჩოგანი არის. და ამან იხსნა ეს ყველაფერი, თორე დარწმუნებულიყავით, რომ დღეს ნიკოლოზ ბასილაშვილი ციხეში იჯდებოდა. ჩვენ არაერთი ფაქტი გვახსოვს, ჩვენ იმისა, როგორ ასევე პროვოკაციები მოეწყო პარლამენტში, მაგალითად თინათი ბოკუჩავამ პროვოკაცია მოუწყო შალვა პაპუაშვილს, დღევანდელ პარლამენტის თავმჯდომარეს და პაპუაშვილი გახდა იძულებული ხელში აეყვანა ეს ბოკუჩავა და გადაეყვანა ეს გვახსოვს ეს კადრები ჩვენ. ეხლა ეს კაცი რომ არ ყოფილიყო პარლამენტის თავმჯდომარე, ამასაც პასუხისგებაში მისცემდნენ შალვა პაპუაშვილს. და დღეს ციხეში იქნებოდა. ჩვენ გვახსოვს მინდია უგრეხელიძის შვილის პაპუნა უგრეხელიძის საქმეც. როდესაც პაპუნა უგრეხელიძეს მისი ხელქვეითი თანამშრომელი ესე იგი ბრალს დებდა იმაში, რომ ესო რაღაცა ჩემზეო ფსიქოლოგიურად ძალადობდაო, ესე იგი მოფერებით რაღაცას მეძახდაო და იძულებული გახდა ეს კაცი დაეტოვებინა სამსახური და წამოსულიყო. პაპუნა უგრეხელიძემ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა. უგრეხელიძე მისი მისამართით გამოთქმულ
ბრალდებებს შურისძიების მოტივით ხსნის. ის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს და მას ნაციონალური მოძრაობის წევრის ლევან ბეჯაშვილის ცოლის მის სამსახურიდან გათავისუფლებას უკავშირებს, რომლის მეუღლეც უგრეხელიძეს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. მეუღლის გათავისუფლების გამო ემ-მა შანტაჟებდა და არსებობს მოწმე, რომლის საშუალებითაც მან შემატყობინა, რომ მისი მეუღლე არ გამეთავისუფლებინა სამსახურიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში სახალხო დამცველთან მიჩივლებდა. აქ დაასრულა მან ჩვენი მეგობრობა და გადავიდა შანტაჟზე. ეს კაციც რომ არ ყოფილიყო ერთ-ერთი რაღაცა ავტორიტეტული პიროვნება ხელისუფლების წარმომადგენელი, მე არ ვიცი როგორ გავითარდებოდა მოვლენები. ამ კაცმა მოიგო პროცესი და ეს რატომ ჩამოვთვალე? თუ შენ ახარ საკრებულოს დეპუტატი, თუ შენ არ ახარ პარლამენტის წევრი, თუ შენ არ ახარ პარლამენტის თავმჯდომარე, თუ შენ არ ახარ ცნობილი სპორტსმენი და ისეთი ავტორიტეტული პიროვნება, ხელად შენ პასუხისგებაში მიქცემენ, დაგიჭერენ, თუ არ დაგიჭერენ, ყოველ შემთხვევაში ნასამართლე ვიქნები. ახლა ბატონი რეზო რაზმაძე, რა თქმა უნდა, კვალიფიკაცია შეეცვალა ჩვენი აი ამ უშუალო მუშაობის შედეგად. ახლა მართლა უნაყოფო არ ყოფილა ის რაც გავაკეთეთ, მაგრამ ჩვენ კანონით უნდა გამართლებულიყო და არ გამართდა, იმიტომ რომ ეს არ არის არც პარლამენტის წევრი, არც საკრებულოს წევრი, არც ჩოგბურთელი, არც ფეხბურთელი და თუ ამ ქვეყანაში აი ამ რეგალიებით არ ახარ დახუნძრული, განწირული ხარ. აპელაციო სასამართლოს სისხლის საქმეზე როდესაც ვიყავი, მოსამართლე სიცხვილისგან თავს ვერ წევდა, იმიტომ რომ იცოდა რომ ეს კაცი იყო უდანაშაულო, მაგრამ იმდენად დიდი ზეწოლა არის მათზე, რომ თავს ვერ წევდა სიცხვილისგან და გამოიტანა ეს ძალიან უსამართლო განაჩენი. დავუბრუნდეთ მნიშვნელოვან გარემოებას, სადაც გვანსა ყველაზე, როგორც პიროვნება, манипуляტორი აშკარად ფიქსირდება. ცნობილი ქართველი ფსიქოლოგი ზურამ ხეიძე თავის წიგნში წერს. манипуляციის მაგალითია ასეთი ფრაზა: მე და შენ ხომ ვართ მეგობრები. მე ხომ ყოველთვის მხარში გედექი. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი. ხაფანგი, რასაც რაღაც თხოვნა მოხვება. მოსამზადებელი ეტაპი ართულებს უარის მიღების ალბათობას. ზურამ ხეიძის მიერ აღწერილი манипуляციის მექანიზმები გვანსა ქველაძის ტექსტებში არა მხოლოდ ვლინდება, არამედ აღწევს თავის ყველაზე აგრესიულ ტოქსიკურ ფორმას. ეს არის კლასიკური ფსიქოლოგიური შანტაჟი, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანის ნების გადახვას და მასში დანაშაულის განცდის ხელოვნურ კულტივირებას. განსაკუთრებით მიერ თანამშრომლისთვის გაგზავნილი ტექსტის სრული ვერსია და მისი ფსიქოლოგიური სამართლებრივი დეფრაგმენტაცია. ეს არის манипуляციის სახელმძღვანელო მაგალითი, სადაც ყოველი წინადადება კონკრეტულ ხაფანგს წარმოადგენს. იმ ურთიერთობების ფონზე, რაც შენსა და ჩემს შორის იყო, აი ვერ ვიჯერებ. ჩემს გამოგიხარო და სამსახურში მოსვლა. როგორ მეუბნებოდი ხოლმე, რა გაგიკეთეს, როგორ გაიძულეს, რომ ჩემზე რაიმე ერთი სიტყვა გეთქვა ცუდი. ასე ერთ დღეში როგორ გაუსვი ხაზი, ყველაფერ კარგს, რაც შენსა და ჩემს შორის იყო. არ მიცნობდე მაინც. სულ გამომყოფდი, რომ სამართლიანი ვარ, მეგობრული. როგორ ვედექით მხარში ერთმანეთს, აი უბრალოდ რატომ. გპირდები, არასდროს შევიცვლები და ყოველთვის დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ხოიცი, ღმერთთან ვმეგობრობ და უყვარ ვარ. ეს არის პროვოკატორის მხრიდან გახორციელებული ეგზეკუციის სრული სურათი. ტექსტის სიტყვასიტყვითი ანალიზი და პარალელური მხილება. იმ ურთიერთობის ფონზე, რაც შენსა და ჩემს შორის იყო, აი ვერ ვიჯერებ. ეს არის კლასიკური ემოციური შანტაჟის დასაწყისი. გვანსა მყისიერად ცდილობს ადრესატს დააბრალოს ღალატი. იგი ურთიერთობას იყენებს როგორც პორკილს. მისი გზავნილია, რადგან ჩვენ მეგობრები ვიყავით, შენ ვალდებული ხარ ჩემი ტყუილი დაიცვა და სიმართლე რეზოს სასარგებლოდ არ თქვა. ეს არის ზუსტად ის ხაფანგი, რაზეც ზურამ ხეიძე წერს. ჩემ გამოგიხაროდა სამსახურში მოსვლა, როგორც მეუბნებოდი ხოლმე. აქ ხედავთ აგრესიულ ნარცისიზმს. იგი ახდენს სხვისი დადებითი ემოციების მონოპოლიზებას. გვანსა ეუბნება თანამშრომელს. შენი ყოველი კარგი დღე ჩემი დამსახურებაა. ეს არის NLP-ის ტექნიკა, რომელიც მიზნად ისახავს მსხვერპლის სრულ დემორალიზებას. ადამიანს ეკარგება საკუთარი მე და ხდება გვანსას კეთილგანწყობის მძევალი. რა გაგიკეთეს, როგორ გაიზულეს, რომ ჩემზე ერთი სიტყვა გეთქვა ცუდი. ეს არის უმძიმესი манипуляცია, ადამიანის ღირსების დაკნინება. გვანსა არ უშვებს, რომ თანამშრომელმა სიმართლეს საკუთარი სინდისით თქვა. იგი მას წარმოაჩენს როგორც გაყიდულს, დაშინებულს. ეს არის ინსინუაცია, რომელიც მიზნად ისახავს მოწმის ჩვენების გაუფასურებას. თუ შენ ჩემზე ცუდს, ანუ სიმართლეს ამბობ, ესე იგი გაიზულეს.
ასე ერთ დღეში როგორ დაუსვი ხაზი იმ ყველაფერ კარგს, არ მიცნობდი მაინც, სულ გამომყოფდი, რომ სამართლიანი ვარ, მეგობრული. როგორ ვედექით მხარში ერთმანეთს, აი, უბრალოდ რატომ? აქ გვანცა საკუთარ თავს წმინდანის შარავანდეც სადგამს. იგი აიზულებს ადრესატს უარყოს საკუთარი თვალით ნანახი, ანუ მისი აგრესია და თაღლითობა და დაიჯეროს მის მიერვე შექმნილი სამართლიანი გვანცასმითი. პირდები, არასოდეს შევიცვლები და ყოველთვის დავამტკიცებ ჩემს სიმართლეს. ხო ვიცი, ღმერთთან ვმეგობრობ და უყვარ ვარ. ეს არის ტექსტის ყველაზე საზიზღარი და საშინელი ნაწილი, მისტიკური ტერორი. როდესაც манипуляტორი ვეღარ პოულობს ლოგიკურ არგუმენტს, მას მოჰყავს ღმერთი, როგორც დამსჯელი ზალა. ფრაზა ღმერთთან მეგობრობ არის ერთგვარი მუქარა. იგი ეუბნება მოწმეს, თუ ჩემს წინააღმდეგს ახვალ, ღმერთი დაგსჯის. ეს არის ბოშური ჰიპნოზის უმაღლესი წერტილი. შიშის დათესვა, მისტიკური შანტაჟით. გვანცაკველაძის ეს ტექსტი არის სრულყოფილი ფსიქოლოგიური დანაშაული. ის იყენებს მეგობარს სინდის და რელიგიას იარაღად, რათა დააშინოს მოწმე და აიძულოს იგი ხელი დააფაროს თაღლითობას. რას დაარქმევდით ამ ფაქტს, რომელიც ვითომ და სიყვარულით არის შენერბული? იგი არამხოლოდ რეზო რაზმაძეს ესხმის თავს, არამედ ყველას, ვინც სიმართლეს ამბობს. მისი ღმერთთან მეგობრობა არის ფარსი, რომელიც სინამდვილეში ადამიანის ბულინგს, მათზე ფსიქოლოგიურ ძალადობას ემსახურება. ეს ტექსტი არის იმის მტკიცებულება, რომ ჩვენ საქმე გვაქვს პროფესიონალ манипуляტორთან, რომლისთვისაც წმინდა არაფერია. მე არ ვარ ამ მართლა გადაგიღებ და იქ თუ ეს რასაც მეუბნები თუ მართლა ეს არ ვარ ხო აი ნებისმიერ ადამიანს